მოგილოცავთ პეტრე პავლოვის დღესასწაულს ძალიან საინტერესოა თემატიკა, რომელიც შეიძლება დაუკავშიროთ ერთმანეთს პეტრე პავლოვის დღესასწაულის მოციქულთა თავთახსენების დღესასწაულს და იმ თხრობის იმ ნაწილს, რომელსაც დღეს გავაგრძელებთ მოსერის წინასწარმეტყველის ეპოქასთან დაკავშირებით. რატო ვამბობ ამას დღეს უნდა ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით, რომ ფარაონთან რამდენჯერმე მივა მოსე სასჯელების წინაუწყებით და ყველა სასჯელს მოყვება რეზიუმირება ჯერ ჯიუტის შემდგომ მოდრეკილი და ბოლოს აღიარებული ფარაონისაგან რომ უფალი ძლიერია, ღმერთი ძლიერია, ღმერთი უნდა დაემორჩილოს მოსეს ღმერთს, მაგრამ მიუხედავად ამისა მანამ იჯიუტებს სანამ ზღვაში არ დაიხრჩობა. მანამ იჯიუტებს, სანამ უფლის დიდება მასზე აი ასე მისთვის ასე სავალალოდ არ გაცხადდება. ჩვენ როდესაც ამ ტექსტს ვიმართავთ, თავისთავად ცხადია დავუსვავთ კითხვას ამ სიჯიუტეს, რაღაცა ცოტა არ იყოს არაბუნებრივი ელფერი დასდევს, არ შეიძლება 9-ჯერ, 10-ჯერ რაღაცა მასაკრა რა ქვია, მწარე კაპოტილი მიიღო და მაინც იგივე საკეთებდა. და რაში უნდა იყოს პრობლემა. აი დღეს სახარებაში წაკითხული იქნა ასეთი ამბავი, როდესაც მაცხოვარი კურნავს ღადარინელ ეშმაკეულს და დაცემული ძალა ღორების კოლტში შედის და ღორების კოლტი გადავარდება მელიქ ბოძეზე და იქ დაიხრჩება რაღაცნაირად. ძალიან სიმბოლურია ეს პარალელები, ძალიან სიმბოლურად ჩანს ეს ყველაფერი, რომ აი ფარაონი ზღვაში დახრჩობა, რომელიც ჩვენ ვნახავთ დღეს ამას აუცილებლად სიჯიუტის და ღმერთთან ურთიერთობის პროტესტის შედეგია და ღორების კოლტი, რომელიც აი ასე ვთქვათ, ეშმაკისაგან აღზრული, ასევე გადაიჭეხება აი ამ ასევე ბოროტისაგან არის აღზრული ფარაონი და მთელი მისი მხედრობა, როდესაც ღმერთის სიტყვას ეწინააღმდეგება. ზოგადად, აი ეს ღმერთის სიტყვის მოწინააღმდეგეობა სწორედ დაცემული ძალის გავლენას უკავშირდება. რატო უკავშირებ ახლა მე ამას ერთმანეთს და რის სიტყვა შესავალ სიტყვაში რის თქმა მსურს აუცილებლად. გავიხსენოთ დღევანდელი სახარება, უგონაც არა იმ ახარებლისა, რომელიც წილვაზე იქნა წაკითხული, არამედ იმ ახარებლისა, რომელიც ასევე ეხება ამ თემას. მე მარკოს ახარებელს შევეხები და ზოგადად თავის დროზე გითხარით, რომ მარკოსის სახარება, ასე ვთქვათ, ცოტა ხმამაღალი ტერმინი თუ არ არის, ვიტყვი რომ არის დედა სახარება, ანუ სახარება, რომელიც ძალიან ბევრ საწყის და ძალიან ბევრ საჭირო ინფორმაციას გვაძლევს სხვა სინოპტიკური სახარებასთან ერთად. აი მარკოსის სახარებაში და სხვა სახარებასაც თუ გადავალოთ თვალს, მარტო განკურნება არ არის ამ ღადარენელისა. არის ასევე თხოვნა, ძრწოლვით ავსებული თხოვნა მაცხოვრისადმი, რომ ღორების კოლტში შეუსვას უფლება მისცეს მაცხოვარმა, რომ რა ქვია, დაცემული ძალა ღორების მასში შევიდა. ნუ მამები პირდაპირ ამბობენ, რომ ღორებში შესვლაც კი ღმერთის ნებართვის გარეშე არ ხდება. ამას მინდა თქვენ ძალიან დიდი ყურადღება მივაქციო. მაგრამ საინტერესო რა არის ცით. საინტერესო ის არის, რომ როდესაც მაცხოვარი ეკითხება, რა თქვენი სახელი? პასუხი არის ასეთი, რომ მათი სახელი არის ლეგიონი. და ეს ტერმინი ლეგიონი ლათინურია და ბერძნულენოვან წერილს ეს ტერმინი არ უნდა გამოიყენებინა. ამ ლეგიონის ბერძნული შესატყვისი უფრო ბუნებრივი იქნებოდა, უფრო მოსალოდნელი იქნებოდა, ვიდრე ლათინური ტერმინით ლეგიონით მათი მოხსენება. მაგრამ აქ გვაქვს ძალიან საინტერესო ისტორიული ფაქტი. მოდი შევხედოთ ღადარინელის განკურნებას. ნახეთ რა ხდება, როდესაც ასეთ რამეს ნახავენ, მე მთელი სოფელი სამაცულს ხო ამას. ნახავენ რომ კაცს რომელსაც ჯაჭვებითაც ვერ აბავდნენ და თელ სოფელს აწუხებდა. მოთვინიერებული 7 ზის მაცხოვრის მიერ. ამხელა რაღაცას რომ ნახავ, ამხელა რაღაცას კი არა, ერთი სამარიტელი დედაკაცის ამბავი რომ ეს ქალი გაიქცა და ამ კაცმა ყველაფერი მომიყვაო, ჩემ შესახებოდა მთელი სამარია გამოვა და მთელი სოფელი გამოვა და ამას დაიჯერებს და დარჩენას თხოვენ და მაცხოვარი დარჩება კიდევაც. არამც თუ სიტყვანო ფაქტს ხედავენ, აი ეს ესეთი საშინელება როგორი მოთვინიერებულია და სინამდვილეში უნდა გაგიჩნდეს აზრი, გაგიჩნდეს სურვილი იმასთან დაკავშირებით, რომ დარჩი ჩვენთან. ნუ თუ იმ სოფელში არავინ იყო სნეული, ნუ თუ იმ სოფელში არავინ იყო, რომელსაც რაღაცა ტყიოდა, რაღაცა ტანჯავდა, როგორ არა იქნებოდა.
არ შეიძლება სრულიად ფიზიკური თვალსაზრისით ჯანსაღი სოფელი ყოფილიყო, მაგრამ ნახეთ მაცხოვარს ასეუბრებიან, წადიეუბრებიან, გავწიოდიან. ლიბერალებმა ძლილის. აი ძალიან საინტერესოა აი ეს ორი დეტალი, ეს ლეგიონის ლათინურენოვანი ტერმინი და მათი დამოკიდებულება მაცხოვართან წადი. მეგობრებო, საქმე ის გახლავთ, რომ ის საჯარისო ფორმირება, რომელიც განსაკუთრებული დავალების ქვეშ იყო და მოქმედებდა პალესტინის ოკუპაციაში, მათი სადროშო გამოსახულება გახდათ გარეული ღორი. გარეული ღორი, ტახის გამოსახულება გახდათ და მაცხოვრის დროინდელ პალესტინაში ღორი მარტო არ ნიშნავდა, ღორი მარტო არ უკავშირდებოდა იმას, რა ქვია, უსუფთავო საჭმელს. ის ოკუპანტის ისიც იყო სიმბოლოც. აი ამ ემბლემის გამო. და შესაბამისად ლეგიონად მოხსენიება მარკოს მახარებლისაგან ეს არის ერთგვარი ალუზია, ერთგვარი აზრის გადაგდება იქითკენ, რომ ისინი, რომლებიც ახლა მაცხოვართან დაიწყებენ საუბარს, მათ აქვთ აზრში ჩადებული სწორედ ეს, რომ მათთვის მთელი ეს მოღვაწეობა, რომელი მოღვაწეობაც მაცხოვრის სახით პიროვნებიდან მომდინარეობს, გააზრებული როგორც პოლიტიკური აქტი, არ უყურებენ სასწაულს როგორც ღვთაებრივ მოვლენას, არ უყურებენ სასწაულს როგორც ღვთაებრივ ცხალობას. უყურებენ ეს სიტყვა ლეგიონი, ამიტკენაც შეგვიძლია მეგვანიშნოს, რომ სიტყვა ლეგიონი მათთვის არის მარკოს მახარებელი ამაზე მიგვიტითებს, რომ აი ამ მაცხოვრებლებისათვის მაცხოვრის ყველა აქტი ეს დაკავშირებულია ანტირომაულ ან პრორომაულ მოღვაწეობასთან. რატო აცვეს ქრისტე ჯვარს? რატო არ გაყვნენ ქრისტეს? მე ოფიციალურ ხელისუფლებაზე ვსაუბრობ. ორი მიზეზი იყო. პირველი ის, რომ ქრისტეში პოლიტიკური ეროვნულ-განმათავისუფლებელი განცხადება ვერ ნახეს და მეორე, რომ მაცხოვრის ქადაგება მათ ფინანსურ ინტერესებს პირდაპირ უთხოვდა. ამიტომ არც ერთი სიტყვა, არც ერთი სასწაული სასმენი არ იყო. რატო იკითხება დღეს ეს სახარება? პეტრე პავლობის დღეს. პეტრემ და პავლემ და ყველა მოციქულმა ხალხს ცხოვრების ტაძრის ის არის ხო დღესასწაული მოციქულთა ხსენება და ჩვენი აია სოფიას ერთად სახელზე აშენებული. აი ამ მოციქულებმა გააკეთეს მეგობრებო სწორედ ეს. მთელი მათი მოღვაწეობა არის ღვთაებრივი და არა პოლიტიკური, არა სოციალური, არა ეკონომიური, არამედ მაინც და მაინც ღვთაებრივი. ამიტომაც არის რომ პეტრე პავლე და მთელი სამოციქულო და ასე მთელი ეკლესია თავისი არსით გულისხმობს იმას, რომ ქრისტეში დაინახოს არა ის, რასაც ეკითხებიან ამაღლების წინ, ახლა აღუდგენ ისრაელს სამეფოს, არამედ ის, რაც საიდუმლო სერობაზე მოისმინეს, ეს არის ჩემი ხორცი, ეს არის ჩემი სისხლი. ამიტომაც დაუკავშირა ეკლესიამ აი ეს სახარება პეტრე პავლობის იმას, ვინაიდან აქ ეკლესია მდუმარეთ, მაგრამ მრავლის მეტყველად კიდევ ერთხელ შეახსენებს მორწმუნეებს, რომ ქრისტესკენ მავალობა, ანუ ჭეშმარიტების გზაზე მავალება, განძარცულია ყოველგვარი პოლიტიკური და ყოველგვარი სოციალური აზრისაგან. ის არის კაცრად პიროვნული და ის არის ღმერთთან შემაერთებელი. რატო ვამბობ ამას? დღევანდელ დღეს, როდესაც აი ჩვენ მოსეწინას სამეთყოლის შესახებ გავაგზავნებთ, მთელი ტრაგედია ფარაონისა თავის თავში შემოიკრიბება მაშინ, როდესაც ის იმ სასწაულებსაც მოსი აღასრულებს თავისი ასასწაულებსაც ღმერთი აღასრულებს მოსეს ხელით, ამ სასწაულებში ხედავს ისრაელთა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას, რაღაც აზრით შეიძლება ეს ასე დავინახოთ, ჩვენც ვახსენოთ ეს ტერმინი, მაგრამ თავარი ის კი არ არის, რომ ამას ხედავს. თავარი ის არის, რომ ამის მიღმა ღმერთს ვერ ხედავს. ანუ ამ პოლიტიკურმა შეხედულებამ, ამ სოციალურმა, ამ იმპერიალისტურმა ინტერესებმა დაუბრმავეს თვალი და არ დაანახეს ყველაზე მთავარი. კი იმ თავარიდან შეიძლება გამომდინარეობდეს კიდევაც ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა, გამოდიოდეს კიდევაც სოციალური ინტერესები, გამოდიოდეს კიდევაც რაღაცა ეკონომიური მდგომარეობა, რატომაც არა? მაცხოვარი პირდაპირ ამბობს, რომ უნდა მოინახულო ციხეში, საავადმყოფოში დავდმილი უნდა ვინმეს თუ აჭამე, მე მაჭამე, ვინმეს თუ დაეხმარე, მე დამეხმარე. ეს სოციალური აქტის წარმოებისინი არის, გამოხატულებებია, მაგრამ არ არის არსი ქრისტიანობისა. ამასაც ააკეთებ. მასში ხდება ეს მისაღები, როდესაც ამის მიღმა შენ ქრისტიანობის არში ხარ გამყარებული, როდესაც შენ იცი ღმერთთან ურთიერთობის მთავარი პრინციპები რა არის. და ამის შედეგია სოციალური ურთიერთობა და არა პირიქით, სოციალური ურთიერთობის შედეგია ღმერთთან ურთიერთობა. აი სწორედ ეს მოვიდა ფარაონ, როდესაც მოსე მივა ფარაონთან და ეტყვის ღმერთი მოგვიწოდებს, რომ გავიდეთ 3 დღის სავალზე და ვემსახუროთ მას.
თელი ეს თხრობა, რომელიც თხრობა წარმოდგენილი იქნება წმინდა წერილის ფურცლებზე ეგვიპტეში აღსრულებული 10 სასჯელის თვალსაზრისით, თავის თავში გულისხმობს როგორც ითხარით ფარაონისა და ეგვიპტის სიჯიუტეს, მაგრამ თუ კი აი დინამიკაში მივაქცევთ ყურადღებას, ჩვენ ვნახავთ ბოლოს ამას ხაზგაუსვით, რომ ფარაონი ბოლოს რჩება მარტო. თუ კი თავიდან ფარაონის სახლი მთელი ეგვიპტე ერთად არის ამ ანტისემიტურ მოძრაობაში, ბოლოში ფარაონი არის მარტო, აბსოლუტურად მარტო. პირველი შეხვედრა რამდენიმე შეხვედრა ჩვენ ვისაუბრეთ თავის თავაცხადია მოსეს და ფარაონის შესახებ, ამასაც დაუბრუნდები, მაგრამ აი სასჯელების აღსრულების თვალსაზრისით პირველი შეხვედრა ხდება ნილოსის ნაპირთან. როდესაც ფარაონი მიემართება ნილოსისაკენ, მე თავის დროზე გითხარით, რომ ეგვიპტეს ეწოდება ნილოსის ზღვენი, ნილოსი ღმერთია ეგვიპტეში და მის წყალსი უხვაზე ან წყლის დაკლებობაზეა დამოკიდებული ეგვიპტის უხმოსავლიანობა და პირიქით შიმშილი ეგვიპტეში. და სავარაუდოდ ვფიქრობ, რომ ფარაონი გადის რაღაც რიტუალური იმისათვის, რიტუალური მოქმედების აღსასრულებლად და სწორედ აქ დახვდება მოსე და არონი მას და შეახსენებენ, რომ ღმერთი მოუწოდებს ისრაელს, რომ გაუშვას ფარაონმა და თაყვანისცემს ღმერთს და ფარაონი უარს ეტყვის და მაშინ ღვთის მითითებით მოსეს ღვთის ძალებით მოსეს მითითებით არონი კვერთხს დაკრავს იმას ნილოსს და ნილოსის წყლები გადაიქცევა სისხლად. ეს იყო პირველი ღმერთის მოწყლა და მოსვლა ეგვიპტის პანთეონიდან. მე გითხარით წინა შეხვედრაზე გახსოვთ ხო? მოსე თავის აქტიურ მოღვაწეობას იწყებს მარცხის შემდგომ. მოსე შეუტრიალდება ღმერთს და ეუბნება, რატო უბოროტი ამ ხალხს, რატო გამომგზავნე მე? ვიღაცას ხმა გამოგეგზავნა, ხო? რაც მოვედი ამ ხალხთან შველა არა, პირიქით, ჩემს ხელში ეს ხალხი სულ უფრო იტანჯება და იტანჯება, მე რატო გამომგზავნე? შენ კი უშველი, მაგრამ მე ხო ხედავ ამ ხალხს ვნებ. აი ამ დროს იწყება აი მარცხის დროს ამ სრული უსუსურების აღიარების დროს იწყება სწორედ აი ეს ამბები რომელსაც ახლა შეუდექი და წინა შეხვედრაზე გითხარით ამიტომაც თამამად შეგვიძლია დაპირისპირება გავიგოთ არა დაპირისპირება როგორც მოსესა და ფარაონს შორის ან ეგვიპტელებსა და ისრაელიანებს შორის ამით ეს არის დაპირისპირება მოსეს ღმერთსა და ეგვიპტელთა ღმერთებს შორის ღმერთების ომი იწყება ეგვიპტის მიწაზე ამიტომაც რატომღაც სასჯელების შუაში მოსე ფარაონს ასეთ სიტყვას მაპატით ღმერთი მოსეს ფარაონისათვის ასეთ სიტყვას ათქმევინებს ქვეყნის შუაში ვარ მე ეს ნიშნავს იმას რომ ჩემი ეს ქვეყანა ანუ ფარაონის პრეტენზიები რომ ის არის ღმერთი მიწაზე ის არის ღმერთი ეგვიპტისათვის ხოლო ეგვიპტე ოიკუმენად არის გაგებული და სამყაროს ღმერთობაზე აქვს პრეტენზია და ზოგადად ყველა იმპერატორს ეს პრეტენზია ჰქონდა ამას რამდენად რელიგიურ ტერმინებში აცხადებდა და საკითხის მეორე მხარეა აი ამას მიუთითებს იქ სასჯელების შუაში ჩემია ეგვიპტეც ჩემია შენი ნუგონია შენი არაფერი არ არის აი აქ ნილოსის მოწყლა რო იწყება ეს არის პირველი ღმერთის პანთეონიდან ამ პირველი და ასე ვთქვათ ფინანსურად ხარდამჭერი ღმერთის მარცხის მაღიარებელი ეგვიპტისათვის ახლა საინტერესო რა არის ამ თხრობაში მეგობრებო წმინდა წერილში წერია ერთი ასეთი რამე რომ ყველა წყალი იხსნა სისხლად ანუ არა მარტო ნილოსის კვეთხის დაკვრა მოხდა ნილოსზე, თორე წყალი სულ სისხლი გახდა. ხეში, ქვაში, ნილოსის მიღმა თხარ დაიწყეს, რომ წყალი ეპოვნა, ყველგან ჭურჭელში, ყველგან წყალი გადაიცა სისხლად. ანუ უწყლობის პერიოდი დადგა, უმოწყალეობის პერიოდი დადგა იმაში, რა ქვია, ეგვიპტეში. დაყროლდა მთელი ეფრემასური ამბობს, თევზები ისე ეყარნენო ეგვიპტის მდინარეში. როგორც თავის დროზე ისრაელიანთა ყრმები, რომლებსაც ნილოსში ყრიდნენ მის გამო რომ მამრი შეეძინა, მწული შეეძინა ისრაელიანი. და ამ ნახარულებულ მდინარეს და აი ამ მკვდარ ამოტივტივებულ თევზებს ეგვიპტელებისთვის უნდა შეეხსენებინა ებრაელთა ყრმები, რომლებიც ზუსტად ასე ეყარნენ მაშინ მდინარე ნილოსის წიაღში. გამთხოვაში საინტერესო რა არის ცით. წმინდა წერილში წერია რომ ქურუმებაც გააკეთეს იგი. აი გრიგოლ ნოსელი სულ ძალიან საინტერესო კითხვას. თუ კი ყველა წყალი სისხლად იქცა, ქურუმება იგივე როგორ გააკეთეს? საიდან მოიტანეს წყალი, რომ მათაც ის სისხლად გადაექცეთ? საიდანაც უნდა ეშოვათ ეს წყალი? მეგობრებო, საქმე ის გახლავთ, რომ ანტიოქიური სკოლა და ალექსანდრიული სკოლა სასჯელების, ასე ვთქვათ, დინამიკას ოდნავ განსხვავებული კუთხით უდგება, რაც ჩვენთვის სრულად არ არის განსაკვირი. საქმე ის არის, რომ მეოთხე სასჯელის წინ
ღმერთი მოსეს ეთქვის რომ ახლა კი გამომირჩევია ეს მხარე ჩემთვის რომ გესემის მხარეზეა საუბარი მეოთხე სასჯელის წინ ითქვის რომ სასჯელები ბიბლიის მითითებით შემდეგი სასჯელები ანუ მეოთხე მეხუთე მეექვსე მეშვიდე მერვე მეცხრე და მეათე სასჯელი გესემის მხარეს ანუ ებრაელებს არ შეეხებათ ხოლო პირველი სამი სასჯელი შეეხო აი გრიგოლ ნოსელი ამბობს რომ 10 ანუ ალექსანდრიული სკოლის აი ამ გადასახედად ამბობს რომ ამათი სასჯელიდან არც ერთი სასჯელი არ შეეხო გესემის მხარეს ვინაიდან ქურუმებს საიდანაც უნდა მოიტანა წყალი იმისათვის რომ სისხლად გადაექციათ ის შესაბამისად ეს საიდანაც უნდა ყოფილიყო გესემის მხარეს ბრძანებს გრიგოლ ნოსელი რადგან გესემის მხარეს ესე იგი ეს კრიზისი არ შეხება მართლაც ამდენჯერმე იქნება წმინდა წერილში ახლა არა მაგრამ მოგვიანებით ამდენჯერმე იქნება ნათქვამი რომ ზღვარს გაავლებს ღმერთი და აქეთ ეყოლება თავისი მხარე და იქით ეგვიპტე ის სასჯელი ამათ არ შეეხება და ეგვიპტეს შეეხება შესაბამისად ჩვენ ეს ორი მიდგომა საეკლესიო ტრადიციაში რაღაცაა შეგვიძლია გავეერთიანო და შეგვიძლია ვთქვათ ასეთი რაღაცა რომ როდესაც მოსემ კვერთხი დაკრა ბაბათეთ არონმა კვერთხი დაკრა ნილოსის წყლები და საერთოდ ყველა წყალი სისხლად გადაიქცა ეს სისხლი გვაქვს გესემის მხარეშიც. შემდგომ გვაქვს ხო ბუზანკალია, შემდგომ გვაქვს აი ეს რაღაცა, ანუ პირველი სამი სასჯელი ეხება გესემის მხარეს, მაგრამ არ ეხება იმ სირთულით, არ ეხება იმ სიმძიმით, როგორც თელ დანარჩენ ეგვიპტეს ვინაიდან 7 დღის განმავლობაშია ეს მდინარე ნილოსი სისხლის წყლის მაგივრად ნილოსში სისხლი და 7 დღე ვერ გაძლევს ვერანაირი ადამიანი და ვერანაირი საზოგადოება წყლის გარეშე. ეს გამორიცხული აბსოლუტურად. ამიტომაც გრიგოლ ნოსელი ამას ვარაუდობს. რომ არც ერთი არ შეხებია, ეფემასური და ანტიოქრისკული ამბობს, რომ პირველი სამი შეეხო და შემდეგი არ შეხებია, ჩვენ კი რაღაცა შეგვიძლია რაღაცა შევაჯეროთ რეზიუმირებულად, გადმოცეთ ეს ორი შეხედულება და ვთქვათ, რომ შეეხო პირველი სამი სასჯელის, მაგრამ არა იმ დოზით, არა შეიძლება 1 დღით ან 9 დღით, რატომ? იმიტომ რომ ერთია, როდესაც გესმის სასჯელის შესახებ და მის სიმძიმეზე საუბრობ და მეორეა, როდესაც კი არ გესმის შენ თვითონ შეგეხო ეს სიმძიმე და შემდგომ მოგცილდა და ხედავ რამხელა წყალობა გაგიკეთა გვერდო რომ აი ეს სიმძიმე რომელიც შენ ემპირიულად გაგვე განცდილი აღარ გეხება ამიტომ სავარაუდოდ პედაგოგიური რამ ნიშნით შესაძლებელია მართლა პირველი 3 დღის განმავლობაში რაღაცა დოზით შეეხო ეს სასჯელი გესემის მხარესაც ახლა ჩვენ გახსოვთ ვისაუბრეთ წინა შეხვედრაზე იმასთან დაკავშირებით რა არის სასწაული და ასევე შემოვიტანეთ მეორე ტერმინი რომელიც ბასილი დიდს იოანე ოქროპირს შემოაქვს ნიში ანუ ნიში და სასწაული თქვით რომ სასწაული ეს არის არსთა კანონების ანუ ბუნების კანონების ცვლა ანუ აბსოლუტური ასე ვთქვათ დარღვევა და ამ რეალობის შეხედვა ეს არის სასწაული ხოლო ნიშია როდესაც ბუნების კანონები არ ირღვევა მაგრამ აშკარად ეს ბუნებრივი მოვლენა მიუთითებს საფრთხო რისხვაზე და საფრთხო წყალობაზე. შესაბამისად, აი გრიგოლ ნოსელი ამ ადგილსაც აქცევს ყურადღებას და ასეთ რამეს ბრძანებს, როდესაც ქურუმებზე არის ნათქვამი, რომ მათაც იგივე გააკეთეს. რა გააკეთეს მათ? იგივე გააკეთეს, რაც კვერთხთან დაკავშირებით იყოს. შექმნეს ილუზია, ანუ მათ წყალი სისხლად კი არ აქციეს, მათ რა გააკეთეს? წყალი გააწითლეს, ან ის წყალი დარჩა. იმ დროს, როდესაც მოსეს მიერ არონის მოგხსნილი კვერთხის შედეგად, წყალი კი არ გაწითლდა, არა, წყალი იქცა სისხლად. ანუ სისხლი გვაქვს იქ ეს ნივთიერება. მამის სახელი არ მახსოვს, ერთ-ერთი მამა ბრძანებს იოანე ოქროპირია თუ აქვს ხელი. ყურადღებას მიგვაქცევინებს ქურუმების უგუნურებაზე. თუ კი მათ სურდათ დაემტკიცებინათ, რომ მათი ღმერთი რამეს წარმოადგენს, ანდა თუნდაც თვითონ რამდენადმე მაინც ძლიერი არიან მოსესე. იგივე კი არ უნდა გააკეთებინათ, ანუ პირიქით სისხლი ყველა წყლად უნდა მოებრუნებინათ. მაგრამ არა, ამას არ აკეთებენ, ანუ ეს ილუზიას, ანუ ეს ილუზია რას გულისხმობს, ეს ყველა ილუზია არის ორიენტირებული რაზე? ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაზე. არის ორიენტირებული იმაზე, რომ მასების ყურადღება მიიპყროს. მასა, რომელიც აღარ აკეთებს ანალიზს. მას აი ეს მოვლენა, ეს ხედავს რაღაც გარეგნულ ფაქტს და ეს ფაქტი მის ცნობიერებაზე, მის ფსიქიკაზე ბოლომდე მოქმედებს, ბოლომდე ახდენს მასზე, იმას აქვია თავის კვალს ტოვებს და არ აკეთებს ანალიზს, ამის მიღმა რა დგას, ეს რატომ მოხდა, ეს რატომ გაკეთდა. მე მახსენდება ხშირად და ძალიან რაც დრო გადის უფრო ხვდები ამის საჭიროებას და ამის კრიზისს, ოდესაც უწმიდესმა გითხრა, რომ ანალიტიკურ არასრულებას მიეჩვიეთო, აი
ამაზე ივარჯიშოთ, ამისკენ კონდეს ყურადღება, ანალიზი გაუკეთო თითოეულ მოვლენას და ამ მოვლენამ შეზე ფსიქოლოგიური და რაღაცა ისეთი ზემოქმედება არ მოახდინოს, რომ როგორც აი ბიბლიაში გვაქვს ნათქვამი, არ მოგნუსხოს თავისი ილუზიებით. შესაბამისად, ქურუმებს ესაა აქვთ დარჩენილი. რატო აკეთებენ ამ ილუზიას, რატო ქმნიან? ქმნიან ერთადერთი რამის გამო. ეს არის ფარაონი იყოს კმაყოფილი და ფარაონის ზუგს უკან ეგვიპტე იყოს კმაყოფილი. კი, უფრო დიდი კმაყოფილება შეუძლიათ მიგვარო ფარაონს თავისთავად ხადია, ეს ის რაღაც წყალად აქციოთ, უფრო კმაყოფილი არ იქნება ფარაონი, მაგრამ ამას ვეღარ გააკეთებენ. ამიტომ მაქსიმუმს, ანუ მათი მიზანი ის კი არ არის, რომ აი ამ განსასწრელისაგან იხსნან ეგვიპტე, ამ განსასწრელისაგან იხსნან ეგვიპტე. მათი მიზანი რა არის? ფარაონს თავისთავად ფარაონთან რამენაირად აი ეს რაღაცა ინტერესები ფარაონთან არ იქნას შელახული. მათი ნამდვილი მიზეზი სამშობლო რო იყოს, მათი ნამდვილი მიზეზი სახელმწიფო რო იყოს. ადრევე იტყვიან იმას, რასაც ბოლოსკენ ეუბნებიან ფარაონს, ვერ ხედავო დაღუპეო მთელი ქვეყანა. ამას ოდესით იტყვიან ისეთ რომ ეგვიპტე ბოლომდე გაჩანადებულია. აი არაფერი აღარ არის, ეგვიპტე არის დაომარე, მთელი ეგვიპტე ერთი დიდი ბრძოლისველია, სადაც გვამები ყრია, აოხრებულია და ნასიწყალე დაიარებია მთელი ქვეყანა. აი მერე ბოლოში ეთქვა, ვერახელ გაუშვიოს ხალხი, ვერახელდაო ყუპავ ქვეყანას. ჯერ არა, ჯერ ფარაონის ამ კეკლოცობის დრო არის და ამიტომაც აი ილუზიებს ქმნიან, რომელიც მასებში დაილექება როგორც ფარაონის ძლევამოსილების იდეა. თავისთავად ხადია არ მოხდება ეს რელიენთან კავშირება, მეორე სასჯელი გახლავთ გომბეშოების შემოსევა. საშინელება იყო ესე იგი მოსეუბნება რომ შეგახტებიან ეს გომბოშები ყველგან გაჩნდებიანო და ნუ რაღაცა საზარელზე საზოგადად მეგობრებო რა მინდა გითხრათ იცით ახლა მე ახლა ეგვიპტურ პანთეონს ბოლომდე ვერ დაული არც ვერ ვხედავ ამ საჭიროებს მაგრამ ზოგადად ფიქრობენ რომ ამათი სასჯელიდან თითო სასჯელი თითო ღმერთი ხდება ანუ თითო ღმერთის იდეა ფერქვეში ითელება ეგვიპტური პანთეონისა და ბოლო ღმერთი რომელსაც მიადგება ესე თქვა ღმერთი რომელიც აი ამ სასჯელთა რიგში იქნება ეს იქნება ღმერთი მიწაზე ანუ ფარაონი შესაბამისად აი გომბეშოსის ხედავენ რაღაცა პანთეონიდან რაღაცა პანთეონთან რაღაცა კავშირს ну ეს მეორე სასჯელი ძალიან ისე მძიმედ გადაივლის მოსეს ესე იგი ქურუმებზე სათქმე რომ იგივე მოახდინეს თავისთავად ხადია ამ შემთხვევაში ილუზიაზე გვაქვს საუბარი და აი ეს მეორე სასჯელი ხდება უკვე შემაწუხებელი ფარაონისათვის და ფარაონი ამბობს რომ ოღონდ ეს სასჯელი მორჩეს და თანახმაა რომ ისრაელი წავიდეს და ემსახუროს ღმერთს ну ეს თავისთავად ხადია არ მოხდება და მესამე სასჯელი არის მუმლი მიწაზე დაკრავს კვერცხს აარონი და მიწიდან ამოვა მუმლი და ეს თელ მიწაზე და ყველა მცენარეზე ეს მუმლი მოედება ესე ძალიან შემაწუხებელი იქნება და აი ამ მესამე სასჯელზე არის ნათქვამი რომ ეს უკვე ქურუმება ვეღარ გააკეთეს ანიშნავს მეგობრებო იმაზე ილუზია ვეღარ შექმნეს იქ სადაც წყლის გაწითლების ილუზია შექმნეს გომბეშოების გამოყვანის ილუზია შექმნეს თავისთავად ხადია მუმლის ილუზიასაც შექმნდნენ მით უმეტეს უფრო წვრილია და უფრო მასიურია და აქ მანიპულირება უფრო შესაძლებელია ქურუმება ეს ვეღარ შეძლეს ნიშნავს რომ ამოიცალა აი ეს დემაგოგიური ის მანქანა ვეღარ მუშაობს რომ ახლა ჩვენ ამას კი წაწყობილად ვლაპარაკობთ რომ ერთი სასჯელი, მეორე სასჯელი, მესამე ეს ანიშნავს იმას, რომ კი 7 დღე კი მიდიოდა ეს პირველი სასჯელი, მაგრამ პირველი სასჯელი რომ მოხდა, მეორე დღეს რომ მეორე სასჯელი დაიწყოს, ამას არ ნიშნავს. შესაძლებელია ამ სასჯელებს შორის საკმაოდ ისეთი დრო არის დაგდებული, რომელთა შორისაც ფარაონს გული კლავდება და უკავდება და კვლავ უარსებობა წასვლას. ამიტომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში აი ეს დემაგოგიამ თავისი თავი ამოწურა. ანუ ქურუმები ვეღარ ყიდიან ამ საქონელს ამ თავიანთ სრულიად უვარგის საქონელს საზოგადოებაში და საზოგადოება მას უკვე აღარ უსმენს, იმიტომ რომ ფაქტის სახეზეა. მესამე სასჯელი დაატყდა თავს ეგვიპტეს და ქურუმების ილუზია, რომ ცხო იყოს ის რაღაც ყურადღება მისაქცევი, რა არა აქვს თავარი ქურუმთა ილუზიის. რა არის ის თავარი, ის გამოც ქურუმება ეს ვეღარ გააკეთეს. არ აქვს შედეგი, ნაყოფი. ეგვიპტე აგრძელებს კრიზისს, უნაყოფოა. აი, როდესაც ამ ნაყოფზე ვსაუბრობ, ჩვენ გვახსენდება მაცხოვრის მე ამოჩენებული ადგილია ჩემი სახარებიდან და თუ თავი არ შეგაბეზეთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. მაცხოვრის დამოკიდებულება უნაყოფო ლეღვის ხესთან, რომელსაც გაახმებს.
იმიტომ კი არა ეს ლეღვისხე ჭtilს არის ძლეო და ფურცლები არ კონდა ეს ლეღვისხე რაღაცას იკეთეს აკეთებდა მის ჭtilქოში სვენებდა ყოველ შემთხვევაში ნათანაელი არა ლეღვა ჭtili კი არ უნდა მოხდეს და ფურცელი კი არ უნდა გამოიღოს არა ნაყოფი უნდა გამოიღოს და უნაყოფო თუ არის მაშინ ილუზორულია მაშინ ფანტაზიებს უკავშირდება მისი ჭtilis მოცემა და მისი არსებობა რატო შინაარს არ პასუხობს და იმიტომ უნაყოფოა და იმიტომ უნდა გახდეს სწორედ იგივე ამბობს იოანე ნათლისმცემელი როდესაც უნაყოფო ხეზზე საუბრობს რა არის ეს უნაყოფო ხეზი მოიკვეთება და წესში დაიდება რატო რას ნიშნავს უნაყოფო ხეზი ის რომელსაც რა არ აქვს ხავთ ხისი ხავთ სინანული ხისი ანუ ნაყოფიერი სხვა ბუდიში ციტატა სინანული რომელსაც ნაყოფი არ მოაქვს წმენა რომელსაც ნაყოფი არ მოაქვს ანუ შენში არაფერი არ იცვლება და ჩვენი საეკლესიო საზოგადოების ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი ქრისტიანული საზოგადოების ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის რომ ჩვენ როდესაც ეკლესიები ტაძრები ავავსეთ ეს ტაძრები არ აგვივსია იმიტომ რომ ნაყოფიერი გავხდარიყავთ ეს ტაძრები ავავსეთ იმიტომ რომ ტრადიცია იყო ჩვენი ასეთი და ხა ტაძარში ხონდა ყოველდღე დიდი მამა პაპა ტაძარში დადიოდა უნაყოფოები დავჭით ნაყოფი ვერ გამოვიხეთ ვერც ერმა ვერც ბერმა შესაბამისად ყურადღება ექცევა სწორედ ამას რომ უნაყოფობა წმინდა წერილში ეს არის ისაც ილუზიებს უკავშირდება ერთ-ერთი მამა ქადაგებდა ამინდა ხა დავასახელო მაგრამ ძალიან დამჭა მისი ქადაგება რომ საუკუნეებით განსვეტები მაგრამ ნაყოფი არ გამოგვდა რომ შეიძლება იყოს ერთი მცენარე რომელიც საუკუნეებს არ გაუძლებს მაგრამ მისი ნაყოფიერება მის არსებობას ასაცილებს აშინაარსებს შესაბამისად ქურუმება ეს ვეღარ შეძლეს ნიშნავს იმას, რომ ამოიწურა მათი დემაგოგიური მანქანა. ამოიწურა. შემდეგი სასჯელი, რომელიც დაატყდება ეგვიპტეს, ეს არის ბუზანკალები. ბუზანკალები შეესვევა ეგვიპტეს და ესე იგი ფარაონი დაიბარებს და მას მოსეს და არონს ეტყვის რომ წავიდნენ ოღონდ ილოცომისთვის, აი აქ უკვე ძალიან საინტერესო რამე ხდება, ფარაონი თხოვს მოსეს რომ ილოცოს უფლის წინაშე მისთვის. ეს მეგობრებო გახლავთ 11-ას ნაკლები აღიარება. მოსეს ღმერთის ყურადღება მიაქცეთ. მოსეს ღმერთის არსებობის აღიარება კი არა. ფარაონისათვის მოსეს ღმერთი არსებობს მაშინად, როდესაც მას რა ქვია, შრომას უმძუნებს ისრაელიანებს. წარმართია მისთვის ყველა ღმერთი არსებობს, აპრობლემაა ღმერთის არსებობაში. მაგრამ როდესაც ეუბნება ილოცეთ აქ უბრალოდ მოსეს ღმერთს კი არ აღიარებს. მოსეს ღმერთის ძლიერების აღიარება იწყება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. რატომ მიმართოს თავის ქურუმებს, მიმართოს თავის პანთეონს. ვეღარ შეძლეს, ამოწურულია ეს რესურსი. ახლა მოსეს ღმერთის ჯერი, მათ უნდა მიმართო. და ეგ ძალიან საინტერესო დეტალია მეგობრებო. მე მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო თქვენი ამაზე, შემეძლო სხვა ადგილასაც მეთქვა, მაგრამ აქ მინდა და ამ კონტექსტში მინდა ვთქვა. ძალიან საინტერესო რამე ხდება. ქრისტიანობის ისტორიაში გვაქვს საინტერესო ფაქტი. როდესაც რომაული პანთეონის წიაღში ქრისტეს, ა ブラ ამის, მოსეს გამოსახულება აღნიშნება. რომი აღიარებს ქრისტეს ღმერთად. ეს იყო უნიკალური მოვლენა ქრისტიანობის ისტორიაში, უბრალოდ ეკლესიისა და წარმართული იმპერიის ურთიერთობის ისტორიაში, როდესაც იმპერიამ აღიარა ქრისტე ღმერთად და რაღაც ახალი უნდა დაიწყოს აქედან. რაღაც განსაკუთრებული უნდა დაიწყოს. ეს არ უნდათ ქრისტიანებს. გარკვეული პერიოდი გასულია, ესე იგი ორი პირობა იყო საჭირო იმისათვის, რომ რელიგია ნებადართული და კანონიერი ყოფილიყო რომში, უნდა ყოფილიყო ძველი და უნდა ყოფილიყო ნაციონალური. ქრისტიანობა არც ერთი იყო და არც მეორე. ამ პერიოდისათვის ქრისტიანობას უკვე აქვს საუკუნე მითვლილი, საუკუნე ნახევარი მითვლილი, რომ მის სიძველეზე შეუძლია უკვე კანონსაუბარი და რაც შეეხება ნაციონალურობას, კუთვნილებას, შესაძლებელია რომა თავისი იმპერატორული გადაწყვეტილებით კანონი იმპერატორმა თვითონ თავის თავზე ნაციონალურის მოუხსნეს. მეტი დაუბრუნდა ქრისტიანობას. ნებადართული გახდება ისაც კონსტანტინემისა თავის დროს ღმერთად აღიარებს რომი ქრისტეს, აი რა უნდა მეტი ეკლესიას. ის რაც უნდა დღეს ზუსტად იგივე უნდა მაშინაც. რაც დღევანდელი წარმართულ სამყაროსადმი აქვს განაცხადი ეკლესია ზუსტად იგივე გააკეთა მაშინაც ეკლესია. არ იცვლება ეს განაცხადი რა. ქრისტე ერთ-ერთი ღმერთი კი არ უნდა იყოს. ქრისტე ერთადერთი ღმერთი უნდა იყოს. აი აქ იწყება კონფლიქტი წარმართობასა და ქრისტიანობის შორის. ყურადღება მიაქციეთ.
რომა ეკლესია შესთავაზა ქრისტიანობით გამდიდრებული წარმართობა. იმ დროს, როდესაც ქრისტიანობა რომს თავაზობდა ერთადერთ მხოლოდ ქრისტიანობას. ეს იყო გაუგებარი შემდგომ როდესაც დევნები განახლდება და შემდგომ როდესაც დიოკლეტიანეს დროს მთელი რომი მთელი წარმართობა დაიძრება ეკლესიის წინააღმდეგ. და შედეგი არის ის, რაც არისაც იქნება კავის კორწილი, მეტი კი არაფერია. ბოლოს ეს კორწილი გაიმართება. ჯოჯოხეთის მჭეცვე დასლებს ეკლესიას, ეს ყველამ კარგად იცოდეს. ყველამ აბსოლუტურად. ამის გარანტია არ არის ვიღაცა წმინდანი, ამის გარანტია არის თვითონ ღმერთი. რა მოხდა აქ? რატო თქვა ეკლესიამ უარი ქრისტიანობით გამდიდრებულ წარმართობაზე? იმიტომ რომ ქრისტიანობით გამდიდრებულ წარმართობაში ქრისტიანობა არ არის ის, რაც პეტრე და პავლე მიქადაკა. ანგელოზობას რო გაუწყოთ, ისაც ჩვენ არ გიუწყები არ დაუჭეროთ. რატო? იმიტომ რომ პეტრე, პავლე, ანდრია, თომა გვეუბნება იმას, რაც მათ უთხრა ღმერთმა, არა იმას, რაც თვითონ შეიმუშავეს აზრი, არა, უშუალოდ გამოცხადების წყაროა, წყაროსთან არ შეხება. შესაბამისად, თუ კი ეკლესია მიიღებს წარმართობით გამდიდრებულ ქრისტიანობას, ეს პრეტენზიული კი არ უნდა იყოს მის მხრიდან, ქრისტესგან უნდა იყოს ამის ნებართვა. ამის ნებართვა არ აქვს ეკლესიას ქრისტესაგან, ამიტომ არ იღებს, არაფერში აინტერესებს, არ ხარობს იმით, რომ ქრისტეს გამოსახულება შეიტანეს იმაში, რა ქვია, წარმართულ პანთეონში. ზუსტად იგივე ხდება დღეს. ზუსტად იგივე. ყურადღება მიაქციეთ მეგობრებო. მაშინაც წარმართული სამყარო თავისთავად ცხადია წარმართული რელიგიის ლოგიკით. თავაზობდა ქრისტიანობას იმ სარწმუნოებას, რაც ქრისტეს არ მოუტანია. და თქვენ ნახავთ, ძალიან მალე მოვა დრო, როდესაც საუბარს დაიწყებენ არა ერთი ღმერთის შესახებ, არამედ ერთიანი ღმერთის შესახებ. ნამდვილი მონოთეიზმი, რომელიც ერთი ღმერთის უპირობო აღიარებას გულისხმობს, ერთიანი ღმერთის აღიარებას ჩაენაცვლება. და ეს იქნება მეგობრებო თანამედროვე პოსტმოდერნული პროექტი იმისა, რაც რომის იმპერიამ თავის დროზე შესთავაზა ქრისტიანობას. ქრისტესთან ერთად ღმერთების აღიარება. აი ამ დროს, როდესაც ქრისტესთან ერთად ღმერთებს აღიარებს, სინამდვილეში მეგობრებო რას აკეთებ? რას ეწირებოდნენ ჩვენი წმინდანები? შესწირე ეს სხვა ამ იმპერატორს რა პრობლემაა და თქვი ეს მამაოჩვენო და ეზიარე, რატოა ეს პრობლემა? რატომ ვერ წირავს ხობს ამ იმპერატორს? იმიტომ რომ თავარი ეს არის, როდესაც ჩვენ ღმერთის გვერდით კიდე ყავს ღმერთი. ის ღმერთი, რომელსაც ჩვენ აღიარებთ, სინამდვილეში გამოგონილია, არ არის ისტორიული ღმერთი. შენს ფანტაზიებში შექმნილი ღმერთი, ამიტომ, როდესაც ქრისტიანი ქრისტეს გვერდით გამოგონილ ქრისტეს აღიარებს, შეთხზულ ქრისტეს აღიარებს, მოციქულთაგან დაქადაგებს კი არა, ადამიანური ბრძნობის შედეგად შეთხზულ ქრისტეს აღიარებს, ის ამ დროს დგება სწორედ იმ წარმართული პანთეონის თაყვანისმცემელი, ოღონდ ქრისტიანობის სახით. აი აქ ფარაონი აკეთებს სწორედ ამას. აი ფარაონის დამოკიდებულება არის სწორედ ესე, ასეთი. თქვენი ღმერთი ძლიერი ღმერთია, მაგრამ არის თანაღმერთი და არა ერთადერთი ღმერთი. წადით ილოცეთ ჭირებს. ეს ძალიან საინტერესო კონტექსტია წმინდა წერილიდან. თავისთავად ცხადია ეს ასეც მოხდება. შემდგომ არის საქონლის მოსვლა, შემდგომ მაინც არ გაუშვებს ფარაონი და შემდგომ არის უნდა მივიდნენ მოსე და არონი უნდა მივიდეს ფარაონის წინაშე წარდგეს და არონს ხელში უჭირავს ნაცარი. ნაცარი უჭირავს ქურიდან გამოღებული ნაცარი უჭირავს ხელში და კვლავ მოთხოვნა გაშვებისა კვლავ უარია და არონმა ეს ნაცარი უნდა ის აყაროს ასე ფარაონის წინაშე. და ეს ნაცარი მუწუკებად მოედება მთელი მას, რა ქვია ეგვიპტეს. ეს რა იყო? ეს იყო ტიფონის მსახურების, ასე ვთქვათ, შარჟი არონის მხრიდან. ტიფონის მსახურება არ იყო მსხვერპლს შეწირავდნენ ამ ღმერთს, ამ სამსხვერპლო, ამიტომ რა ქვია, ამ დამწვარი ცხოველიდან, ხო, ნაცარს იღებდნენ, ყრიდნენ თავის ქონდა ჭურჭელში. და დაახლოებით რას აკეთებდნენ, ცოტა უხერხული შედარება კი გამოდის, მაგრამ რასაც აი მღვდელი აკეთებს დღეს რომ მიდის და ნაკურთხ წყალს ასხულებს. აი ამ იმას მტვერს ამ ნაცარს ყრიდნენ და ეს იყო ამ ღმერთისაგან ესე იგი წამოსული განწმენდა. აი სწორედ აი ამ იმას, აი ამ ნაცარს აიღებენ, აი ამის ასე ვთქვათ რელიგიური მასაქვია, პაროდიას აკეთებს არონი და იმას აკეთებს მოაფერს და ეს ყველაფერი სასჯელებად ექცევა იმას, რა ქვია, ეგვიპტეს. ამის შემდგომ არის ძალიან საინტერესო დეტალი, მოხდება ისე რომ ფარაონთან
მივა მოსე და არონი და ეს ასეთ რამეს ეუბნებიან რომ გაუშვას თორე ძალიან დიდ საჟელს მოუწევს ეგვიპტეს იგულისხმება ცეცხლოვანი სიტყვა ცეცხლოვანი სიტყვის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და ვთქვით რომ ესეც სასწაულია ვინაიდან არ შეიძლება წყალში იყოს ცეცხლი წყლის თვისებები არის სიმძიმე სიცივე სინოტივე ცეცხლის თვისებებია სიმშრალე სიმხურვალე სიმსუბუქე არ შეიძლება ერთად იყოს მძიმე და მსუბუქი ერთ მთლიანობას წარმოადგენს ეს არ შეიძლება ერთ მთლიანობას წარმოადგენდეს სველი და მშრალი მაგრამ ეს არ შეიძლება ჩვენთან ქმნილებათა ძალიან იმაში რა ქვია შესაძლებლობებში მაგრამ საერთო შესაძლებლობებში შეიძლება რატო თვითონ არის დამაარსებელი დამამკვიდრებელი იმ კანონებისა რა კანონებითაც სიმშრალე მოქმედებს სისწრაფე მოქმედებს სიშორე მოქმედებს სიმძიმე მოქმედებს და ასე შემდგომ როგორც ამას გრიგოლ და შემდგომ მაქსიმი აღსარებელიც მიაქცევს ყურადღებას მაგრამ საინტერესო და არის იცით საინტერესო ის არის რომ აი ამ საჟელის წინ, როდესაც მოსი ამბობს აი ამ საჟელს, მოსი ამბობს ამ საჟელს. წმინდა წერილში წერია რომ ეგვიპტელთა ნაწილმა მოусმინა მოსეს და საქონელი და თავისი ყმები არ გაუშვა გარეთ. ნაწილმა არ მოусმინა, ვინც არ მოусმინა მისი ყმები და მისი საქონელი დაიღუპა, მაგრამ ნაწილმა მოусმინა. ეს აშკარად ფარაონის დაპირისპირებაა. ის ვინც უშვებს საქონელს მაინც უველზე და არ ჯერა რომ მოსეს ღმერთი ამას გააკეთებს. ორი ის აქვს, რა ქვია, мотиваცია. ერთი ის რომ ურწმუნოა და მეორე ის რომ ეს ურწმუნოება ფარაონის დამოკიდებულებას, ფარაონის დამოკიდებულების თანხმადია ისრაელისთან. მეგობრებო, ურწმუნოება ყოველთვის არის ნებელობითი აქტი. ეს არ არის ინტელექტუალური აქტი, არც მენა ინტელექტუალური აქტი და არც ურწმუნოება ინტელექტუალური ვენებელობითია. ეს ძალიან გთხოვთ ამას კარგად მიაქციოთ ყურადღება. ის ვინც ამბობს რომ ათეისტია, იმიტომ კი არ არის ათეისტი, რომ ლოგიკურად მივიდა. არა, ჯიუტირუა, იმიტომ არის ათეისტი. ასე უნდა და იმიტომ არის ათეისტი. თუ სულთა მეცნიერულად რომ მიუდგეს, სულთა მეცნიერულად პატიოსთან. აღმოჩნდება რომ ეს ათეიზმში არაფერია მეცნიერება. Absolutely not. Nulli. Ვერაფერს ვერ დახავს მეცნიერებს ათეისტში ვერაფერს ვერ დახავს. მაგრამ ჯიუტად არის ის ათეისტება, იცით, უნდა და იმიტომ. აი სიჯიუტე მეგობრებო, სწორედ ჩანს აი ამ იმის, რა ქვია, ფარაონის და ეგვიპტელთა ამოქმედებაში. ჩვენთვის საინტერესო რა არის? ჩვენთვის საინტერესო მეგობრებო არის ის, რომ ეგვიპტის ნაწილი უსმენს ჯერა იმისა რომ რასაც მოსეს ღმერთი იტყვის გააკეთეს, ამიტომაც ჩვენი თხრობის ბოლოს ერთ ასეთ საინტერესო რამეს ვიტყვით. რომ მარტო ისრაელი კი არ გადის ეგვიპტიდან. ჭრელი ხალხიც მიყვება. სხვა ეროვნებაც მიყვება, სხვა, რომელიც არ არის აბრაამის ჩალმოვალი, ჭრელი ხალხი გადის. ჭრელი ხალხი მიყვება. ეს ჭრელი ხალხი რატო გაყვეს? იმიტომ კი არა ისრაელი გავიდა ეგვიპტიდან, არა. ეს ჭრელი ხალხი იმიტომ გაყვა ისრაელს, რომ სანამ ეგვიპტიდან გავიდოდა, ისრაელთან მივიდა და იმიტომ გესემის ხალის კუდრი ხდება. ძველი აღთქმის ეკლესიის კარებთან, კარიბჭესთან მიდის და მის კედლებთან დგება. რომ გავა ეს ეკლესია თან გაყვება. ეს ძალიან საინტერესო მომენტია. ამიტომაც მეგობრებო, 10 სასჯელი, რომელიც ეგვიპტეში მიმდინარეობს. ეს სასჯელი არის ეგვიპტისათვის. თორე ღმერთის განგებულების გადასახედიდან 10 გაკვეთილია. პედაგოგიური 10 გამოვლინება, 10 ქადაგება, 10 სამისიონერო ქმედება, რის შედეგადაც ჭრელი ხალხი უერთდება აბრაამის მოდგმას, შედის ძველი აღთქმის ეკლესიის წიაღში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამიტომაც ცოტა მოგვიანებით, როდესაც პასექის შესახებ გვექნება საუბარი, იქ ვიტყვით რომ პირმშო არ მოუყვდა არა ისრაელიას, არამედ მას, რომელმაც სისხლის, კრავის სისხლით აღბეჭდა თავისი სასხლის შესასვლელი კარის წირთხლი და ამყოლები. ეს არის წინასახე, ეს არის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ხსნა, რომელიც მოდის ღმერთისაგან, იქნება არა ერთი ტომის, ერთი სოციუმის, არამედ იქნება უნივერსალური, საყოველთაო. ნახეთ. ძალიან საინტერესო მომენტი რომ ცეცხლოვანის სიტყვის მოსვლა, ცეცხლოვანის სიტყვის მოსვლა მოხდება ეგვიპტეში, ესე იგი როგორ იყო, იცით ეს ეგვიპტე ნელ-ნელა ნადგურდება და ამ ცეცხლოვანას სიტყვამ სულ გაანადგურა ყველაფერი.
მოსავალი რამე თუ იყო გვიანი მოსავალი არა გვიანი მოსავალი ხელუხლებელი დარჩება ეგვიპტეში და როგორც მინდა წერილი ამოწმებს შემდგომ ის მოსავლით ეგვიპტე თავს გადაერჩას მაგრამ ის მოსავალი რა მოსავალზეც ახლა აქ აქცენტი ეგვიპტეს აბსოლუტურად განადგურდება არაფერი არ დარჩება შემდგომ კვლავ ფარაონისაგან ისა გაგიშვებთ პირობა გაგიშვებთ და მოსე ესე იგი ილოცებს და შეწყვიტავს აი ამას სიტყვას შემდგომი საჟელი ანუ მერვე საჟელი არის კალიების შემოსევა აი ამ კალიების შემოსევის წინ ფარაონის მორჩილები მიდიან და ფარაონს ეუბნებიან როდესაც მოსე და არონი მივლენ და კვლავ ეტყვიან იმას რომ ვერ ხედავ უყუპება ქვეყანა გაუშვეს ხალხი ანუ ეს ის წინააღმდეგობა არ არის რომელიც ჩვენ ვივარაუდეთ და კერძო ინიციატივას უკავშირდებოდა არა პოლიტიკური აზრი ჩამოყალიბდა ასეთი დამოკიდებულება ასეთი ახლა ფარაონთან ვიღაცა ცხელ მოუხუცავი მონა ვერ მივიდოდა და ვერ ეთყოდა და გაუშვეს ხალხი ვერ ახედა ქვეყანა ეს ფარაონს ამას ეუბნება ქორუმთა დასი ამას ეუბნება სახელმწიფო საბჭო ამას ეუბნება ის რომელსაც ძალიან დიდი წოდა გენე ის აქვს სამხედრო და რელიგიური ელიტის უმაღლესი წარმომადგენლები სავარაუდოდ ხო ეს რას ნიშნავს ეს ნიშნავს იმასაც რომ თავის დროზე გითხარით ფარაონი რჩება მარტო იმას გენიშნავს ფარაონის ძალებას აღარ აღდასრულებს არა იდეოლოგიურად მარტო რჩება არაფერი აღარ აქვს ფარაონს რომელთაც შეიძლება თქვას მე ვარ ღმერთი ამ ქვეყნის არაფერიც არ არის უბრალოდ ტახტზე ზის და პოლიტიკური ძალაუფლება აქვს ანუ ღმერთი ფარაონს უტოვებს იმას რაც უნდა დაიტოვოს ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია წმინდა წერილში რომ ფარაონი რჩება პოლიტიკური ძალაუფლების ამარა მას ჩამოცილდება მთლიანად რელიგიური ყველანაირი შემადგენელი ზოგადად ხდება მეგობრებო ასე რომ წარმატებული პოლიტიკური ლიდერი ხალხის თვალში ხშირად რელიგიური ნიშნებით ხდება ხოლმე შეფასებული და ხდება მისი კაკულტება, კაკერპება და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. კრებს ავცხადე ბოლოს გაგვირდება. აი დაჟინი და გაკოტრებული ფარაონი არის სწორედ ის რომელსაც ჩვენ ცოტა მოგვიანებით, რომელსაც ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვიტყვით, როგორი უნდა იყოს მეფე ისრაელში. აი ასეთი ჭყალებში გაკოტრებული. ამ გაკოტრებას თავად შესთავაზებს უფალი და შევეხებით ამას თავისთავად. მაგრამ აი ეს პოლიტიკური ფუნქციების დატოვება ჩამოაცილა ღმერთმა ფარაონს ყველანაირი რელიგიური შემადგენელი. აბსოლუტურად ჩამოაცილა. ფარაონი დაიბარებს მოსეს და არონს, მიდის მოლაპარაკება, ვინ წავა, ესე იგი ფარაონის ადრეს უკვე გადაწყვეტილი აქვს უნდა გაუშვას, ვინ წავა და მოსე უბრება ყველა რას ნიშნავს. ყველა ნიშნავს ქალი, ბავშვი, მოხუცი, ახალგაზრდა, კაცი, ყველა. აი ეს მიუღებელია ფარაონი. თუ მართლა ღვთისმსახურება გინდათ, ბავშვები რატომ მიყავთ? ქალებზეც აღარ არის საუბარი, ქალების წაყვანას არ იყოს საჭირო, მაგრამ ქალებზეც არ არის საუბარი, ბავშვები რატომ მიყავთ? ისიც უფალი იყოს თქვენთან, როგორც თქვენ გაგიშვათ ეუბნება ფარაონი. იმიტომ რომ მივხვდით რომ ბავშვებიანად წასვლა ეს რას ნიშნავდა. ეს ნიშნავდა ერთადერთ რამას უკანესენია დაბუნდები. ეს არის მათი თავისუფლების აქტი, ბავშვებიანად წასვლა და გამოყრის იქიდან. შესაბამისად, შემდეგი საჟელი ეს არის კალია შემოესევა, გადახრავს ამისედაც გადახრულ ქვეყანას და კვლავ დაიბარებს ფარაონი მოსეს, ეტყვის რომ ცოდვილია და ქარი ან კალიას თლიანად გადევნის, მეწამულ ზღვაში გადევნის, წყალში ჩაყრის და შემდგომ ესე იგი ხდება კვლავ დაბარება, კვლავ ვიზიტი მოსესა და არონისა ფარაონთან და ფარაონი ეუბნება რომ წავიდნენ, კაი ბავშვებიანად თუ მიდიან, წავიდნენ, საქონელი დატოვა. აშკარად გაკოტრებული, აი ვერაფერზე ვეღარ მიდის. და ჩემთვის მოსე აქ არის ძალიან საინტერესო. შეუტრიალდება ფარაონს და ეთქვის საქონელი უნდა დავტოვოთ კი არა. შენი უნდა გაკოტარო. ну აქამდე თუ იყო ხოლმე შენს გენდა მე არა შენგან კონტრიბუციას ითხოვე. გამარჯვებული თავარსარდალივით იქცევა მოსე. ითხოვს ფარაონისგან, ასე ვთქვათ, როგორც დამარცხებული მხარისგან კონტრიბუციას, აი იმას რომელიც უნდა ჩადოს მან ისრაელის სამომავლო განვითარებაში. ეს ფარაონის მეტისმეტი იყო. მოსია ფარაონის იმ სიმშეერხო, რომელიც ფარაონს თვალს უბრბავებს, ეს არის მისი ამპარტაუნება. მეგობრებო, ძალიან თოთ ამას მიაქცევთ ყურადღება.
სწორედ ეს არის რის გამოც დაცემული ძალა ვერ ხვდება ვინ არის ჯვარს. მას არ აქვს საშუალება თავისი ამპარტავნების გამო იესო ნაზარელოში იხილოს ის, რომელიც მას თავს გამოჭიჭებს. დაცემული ძალა როგორ მოქმედებს, ცით, მისი მოქმედების პრინციპი რა არის, ცით. ესო ღმერთი იყოს. ესო ღმერთი იყოს, ამას კი არ გააკეთებთ. ანუ ზომავს თავისი საზომით, რომ ახლა ამას ესეთი ძალა ქონდეს და ძალა ღმერთსაც აქვს, კი არის შიმშილი. უფლოდ კი არ იქნებოდა. რომ გაარტყავდა ჩუმა კი არ იქნებოდა. ამათ გაასწორებდა ყველას მიწასთან. და რადგან ასან მისი საზომის მიხედვით, რადგან არ იქცევა, ესე იგი ეს ღმერთი ვერ იქნება. ესე იგი ეს თავისი თავის გამჭირჭავი ვერ იქნება, რომ ამპარტავნება უბრმავებს თვალს. ამპარტავნება უბრმავებს თვალს. თავისი საზომით ზომავს. იესოს ადგილას ის ასე არ მოექცევა. გახსოვთ მაცხოვარსეულებიან, გადმოდი ჯორდან და გიწამით, რო არ გადმოვიდა. ანუ რო გადმოსულიყო, იწამებდა, რო არ გადმოვიდა, ამიტომ არ უნდა იწამო. საღვთო მოქმედება არ რეალიზდება შეკვეთების მიხედვით, რა შეკვეთასაც ქმნილება იძლევა ღმერთისადმი. ჩვენ თავის დროზე ვისაუბრეთ, გახსოვთ? ქმნილების შეკვეთა საკრალური, საკრამენტალური ძალისადმი არის მაგია. და საკრამენტალური სამყაროდან წამოსული შეკვეთა ქმნილებისადმი ეს არის გამოცხადებითი დეტალი. აი ეს ეშმაკმა შეატრიალა ეს ყველაფერი. ფარაონში ზის სწორედ ეს. აი ეს ამპარტავნება არის, რომელიც მას თვალს უბრმავებს, გონების თვალს უბრმავებს და თუ გადავხედავთ ღვთისმებრძოლებს, ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლებს. ყველა საფუძველში აქვს სწორედ ეს გონებრივი ეს მენტალური სიბრმავე, რომელიც დამყარებული ერთადერთ ამაზე მე ვარ მართალი. აი ეს დევს ყველაში. ამიტომაც როდესაც აი ერესების კვლევა ხდება, ერესების კვლევისას ძალიან საინტერესო რამე იკუთება, რომ ერესიარქი იმდენად იმაში არ არის დამნაშავე, რომ რაღაც არასწორად თქვა, რამდენადაც დამნაშავეა მისი ჯიუტეში. და შესაძლებელია რაღაც ადამიანები ვართ, არ არის პრობლემა, შესაძლებელია რაღაცა ითქვას ისეთი, რომელიც აბსოლუტურად დოგმატურ უჭეშმარიტებას ეწინააღმდეგებოდეს. ამის თქმაში კი არ არის პრობლემა. ამას დამყარებაშია პრობლემა, ამაში გაჯიუტებაშია პრობლემა. შეიძლება ადამიანი შეცდეს, შეიძლება ადამიანი დაეცეს, შეიძლება მან დააშავოს, შეიძლება ეს ყველაფერი სუსტები ვართ. დაცემაში არ არის პრობლემა, დანაშაულში არ არის პრობლემა. დაცემაში გამყარებაშია პრობლემა. დანაშაულის გაჯიუტებაშია პრობლემა. რატო? იმიტომ რომ ყველაფერი მოდის ამპარტავნებიდან. ამიტომაც არის სინანული, ამის საშუალებას არ აძლევს ადამიანს. ეს საშუალებას არ აძლევს გამყარდეს დანაშაულში. და თანამედროვე სამყაროში იკარგება სწორედ ყველაზე მნიშვნელოვანი რამე. თანამედროვე სამყარო, რომელიც მულტი ჭეშმარიტებაზე აგებული და ყველა მართალია თავისთვის ამას ხადაგებს, უკვე აზრი ეკარგება სინანულს. თუ ყველაფერში მართალი ვარ, რა უნდა ვინანო მაშინ. სიჯიუტის, წარმართული სიჯიუტის ეპოქა, წარმართული სიჯიუტის აი ეს ხანა მოდის ნელ-ნელა, სადაც თავარი რა მომენტი არ იქნება, სინანულის მომენტი, რამაც მე უნდა მაგრძნობინოს, შეიძლება დავაშავე, შეიძლება შევცდე. აი ეს არ არის ფარაონის. ფარაონის ეს სიმი შეირხა ახლა სწორედ. რა სიმი? რომ მამანაც უნდა გაატანოს თორმე საქონელი. მომწყდი თავიდან. მეორეჯერ აღარ მიხილო, თორემ სიკვდილით მოკვდები იცოდე ეუბნება განისხებული ფარაონი მოსეს. მოსეს შეუტრიალდება ეთქვის ეს მართალი თქვი. ეს მართალი თქვი. აწი ჩვენ ერთმანეთს აღარ მიხილავთ. ფარაონისა და მოსეს შეხვედრა კიდე მოხდება. მაგრამ სავარაუდოდ მათ ერთმანეთი მართლა ვერ იხილეს. მე და ნამდვილ ფარაონი გლოვიარე ეკნება. სულ შექცევით და გლოვიარე ეგვიპტელი სადაც პასახესი ფარავდა და სულკიდან ელაპარაკებოდა იმას რა ქვია სხვას და შესაძლებელია შვიდმკვდარი პირშოკვდარი ფარაონი ბოლოს მოსეს სწორედ პეჩამოფარებული სულკიდან ელაპარაკება. შემდეგი სასჯელი არის აი ეს სიბნელე რომელიც ჩამოწვება თვალ ეგვიპტეში, სიბნელე რომელიც ჩამოწვება წვრიადი 3 დღის განმავლობაში, 3 დღის განმავლობაში თითქოს არის დიდი შესვენება, დიდი პაუზა რაღაც განსაკუთრებული ტრაგედიის წინ, მხოლოდ გესემის ხარეშია ნათელი, სავარაუდოდ ეს ნათელია, რომელიც ყავდა ყვავიზიტავს ამ უკაცრავად ჭრელ ხალხს თავისი წიაღისკენ და ბოლო სასჯელი ეს არის პირმშვენების მოსვლა. მე ახლა ზოგადად პირმშვენების ამ პასექის შესახებ არ ვიწყებ საუბარს, აღჩერდები მეათე სასჯელზე საქმე ვილაპარაკოთ და ამას უნდა მოვაყოლოთ ეგვიპტიდან ისრაელის გასვლა და მეწამული ზღვის გადაკვეთა და სინასთან მისვლა. დღეს ამით უნდა დავასრულოთ. დიდი მადლობა. პირველი შეგეთქვა ასეთი
ყველა იმპერია იმეორებს ამა თუ იმ ფორმით ეგვიპტის ბედს. არ უშვებს მონას მერთისაგან მოხერხებს, ღებულობს სასჯელებს, ისტორია ეგა ხრუდება მის მიმართ და ინგრევა. რომელსაც იგივე მოუვა ქრისტიანობის დროს, რომ შეაზანზარებს მსგავსი სასჯელები ჭირის, ომების, მიწისძვრების სახით შარლემანის იმპერიასაც რაღაც ამბავში კონსტანტინოპოლსაც რუსეთის იმპერიასაც ოსმალეთის იმპერიასაც და ნუ ჩვენ ხედავთ დღეს დასავლური მიტროპოლიის ზუსტად იგივე ბედს, აი მოვესწრებთ ამასაც საბჭოთა იმპერია ეგ მოვიდა ავღანეთის და ჩერნობილის და სხვადასხვა სასჯელების სახით და ეხლა შევედით აი ამჟამინდელი მეტროპოლიის სასჯელების ფაზაში ვირუსი დაიწყო, შეიძლება ითქვას, რომ მანამდე იყო 11 სექტემბერი, ახლა მოსავლური ომები, ვირუსი, ახლა შიგნიდან ეს იმპლოზია, რაც ხდება და ასე შემდეგ. რა მოსდის ეგვიპტეს მას შემდეგ პირველი შეკითხვა ასეთი მაქვს. რაც ის, ქემაინს იზულებით, მაგრამ გაუშვებს. კერ გაუშვებს, ვეღარ დაეწევა რა. პრინციპში თუნდაც შეიძლება ეს ტერმინი გაყარეს. გაყარეს, აი. გეშოების მე. ხო, რომც არ გინდოდესო წასვლა, გაგაგდებსო, აი. ჩქარობენ, აი, დროზე წადით, აი, ჭირის მომტანი ხარ ჩვენთვის, აი, დროზე გაყარს, აი, როგორც მონახევარ ხო გაეკიდე. გაეკიდა, არა, გაეკიდება სხვა დეტალები. ხო და მაგაზე შემდეგ. კი, შემდეგ შევისაუბროთ, მაგრამ აი მე რაც დიოკლეტიანე ამ შემთხვევაში ეს ფარაონი ამასუს რა იყო რამზესი. არა, ეს ფარაონი არ გვჩვენ სახელი არის. ეუბება თვითონ იმპერიას რა მოსდის. ნარჩუნდება თუ ნანგრევდება. ამ ეტაპზე ვერ ნარჩუნდება, მაგრამ შემდგომში ისევ გამოდის საიმპერიო ასპარეზზე. აქ ვერ ნარჩუნდება ვერანაირად. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსეს მერე ეგვიპტეს უკან აღარ მოუხედავს, როგორც არ შეგვიძლია. კი, არ შეგვიძლია ნამდვილად რომ იმპერიას ბუდიში მოსეს გაშვების მერე, ან ქრისტიანთა გაშვების მერე და შემდეგ. საბჭოთა ხალხების გაშვების მერე და შემდეგ. ეძლევა შანსი, რომ გააგრძელოს ცხოვრება. გააგრძელოს ცხოვრება ყოველ შემთხვევაში იმ გამოცდილებით, რა გამოცდილებითაც მას დაუწუვა ამ სასჯელებმა ყველაფერმა, ხო? ცოტა მოგვიანებით ეგვიპტე იქნება ის წიაღი, რომელიც წიაღსაც თავში აფარებს ძალიან ხშირად ისრაელისაგან ტოლილი საზოგადოება. ეგვიპტეში ძალიან ეგვიპტე იმპერია თუ ერთი ქვეყანა? არა, ამ შემთხვევაში ეგვიპტეს იმპერიული ზრახვები აქვს ქანაანზე, ავრცელებს ქანაანის სამხრეთ ნაწილზე, ყოველ შემთხვევაში თავისი ის აქვს გავრცელებული თავისი ინტერესები აქვს გავრცელებული. ისრაელი შევა 40 წლის მერე ქანაანის მუცაზე. ამას იმპერიის შემთხვევაში ხალხი თავის ტერიტორიიანად აქვს დაყრდნობილი იმპერიას. აქ ამ შემთხვევაში ეს ხალხი ჩასულია იმპერიას. არა, ეს მოდუქნას იმ გამო. ეს ხალხი კი არ ჩასული, მაგრამ იმპერიული ის რა ქვია, ეგვიპტის ზრახვებია იმპერიული. არა, შეიძლება იდეოკრატიული არ იყოს, პერსონოკრატიული იყოს, მაგრამ მოდი გამოვართოთ მასში ბიბლიურად რა არის იმპერია. ბიბლიურად? ხო, რას ნიშნავს იმპერია? ბიბლია როგორც ასეთი იმპერიის განმარტებას არ გვაწევს. კლასიკური გაგებით, რა კლასიკური გაგებითაც იმპერია განმარტება, ხო? ბიბლიაში იმპერია გვაქვს როგორც ფაქტი, როგორც მოვლენა. პოსტფაქტუმ ხედავთ ჩვენ იმპერიულ არა, ხედავთ ახლა ბაბილონის იმპერიის შესახებ. სამეფო, მეფე, კატეხონი. კი. სამეფო მძლავრი არის ან კატეხონი, ანუ შემაჩერებელი ანტიქრისტეს მოსვლის. და მასშია მისი მძლავრის გამართლება. ანუ ის იკეთებს ემსახურება, რომელიც ემსახურება და არ უშვებს ანტიქრისტეს. ან არის უკვე ანტიქრისტეს. მაგრამ არის ერთი დეტალი ჩვენ ეს არ უნდა შეგვეშალოს არავითარ შემთხვევაში ეს ძალიან თქო ამას კარგი ყურადღება მივაქცევთ ეს კატეხონი, რომელიც წარმოდგენილია როგორც შემაჩერებელი, შემკავებელი
შესაძლებელია ეს რაღაცა ეპოქის დროს იყოს მონარქი, მაგრამ აუცილებელი არ არის ყოველთვის იყოს მონარქი. შესაძლებელია და შესაძლებელია კი არა ეს ასეცა. ბატონო? არა, ამიტომ რესპუბლიკა არა, შესაძლებელი კი არა ეს არსობრივად პავლე, როდესაც კატეხონზე საუბრობს, არსობრივად პავლეს აქვს კავშირი, აქცენტი არა პოლიტიკურ იმაზე, რა ინსტიტუტზე, არამედ საუბარი აქვს სულიერ შემადგენელს. კაი, დაუბრუნდეთ, ანუ თუ იმპერიის განმარტება არის ზეეთნიკური, მულტინაციონალური, დაახლოებული კოლონიების მქონე, ერთი და იგივე წესის ქვეშ მცხოვრები. საზოგადოება, თუმცა რომში მასე არ იყო, რომის მოქალაქე და კოლონიის სხვადასხვა ძაღლები. ნუ ეგვიპტე არის იმპერია, მაგრამ იმპერია აქვს დაყრდნობილი. ქანაანი, სამხრეთ ქანაანი რაც უფრო მეტად მოდის არქეოლოგიური მასალა, სულ უფრო მტკიცდება, რომ ქანაანის სამხრეთი ამბობს. მაშინ დავაბრუნდეთ აი ამ შეკითხვას ბოდიში და აი მე კიდევ შეკითხვა დავსვა. როდესაც შეუგნებელი იმპერატორი ან ფარავანი ამ შემთხვევაში ვერ გაითავისებს გზავნილებს, სასჯელებს, იჯიუტებს და შეაყდება როგორც დიოკლეტიანის საცნობი. შეგვიძლია ცალსახად თქვა, რომ ამის მერე ასეთი უტუ და შეუგნებელი იმპერატორის მერე იმპერიას ახალი ცხოვრება ეძლევა თუ არა. იმიტომ რომ დიოკლეტიანის შემთხვევაში ეს ასე არ მოხდა და ფარავნის შემთხვევაში ეს ასე მოხდა. დიოკლეტიანის შემთხვევაში თუ არ მოხდა. რომი დაინდა ხო პრაქტიკულად. დიოკლეტიანი ბოლო ის არ იყო, როგორც იყო რომული ბოლო იმპერატორს თუ არ მოხდა, მაგრამ პრაქტიკულად დაინდა. არ ვიცი, აი ჩემი კითხვა მარტივია რა. მიუხედავად შეუგნებელი იმისა, რა ქვია, მართვების, პოლიტბიუროსი, თანამედროვე ამერიკული ესტაბლიშმენტისა, მას მერე რაც ღმერთი მაინც თავის ნებას განახორციელებს, მისი ნება და ვერავინ ვერ აღდგება. თითოეულ მეტროპოლიას ეძლევა შანსი გააგრძელოს ყოფა. როგორც იმპერია, თუ არა და როგორც ქვეყანა აგრძელოს ყოფა. ვერ გეტყვი აი რაღაც აი ამაზე უნივერსალური პასუხი შეიძლება არ არსებობდეს, ვერ გეტყვი. ფორმულა ასე ვერ გეტყვი. ყოველ შემთხვევაში ბიზანტიის იმპერია მთელი თავისი შეკრებით რომაული იყო. ბიზანტიის იმპერიის მაცხობელს ვერ ცეცხლი რომ ბიზანტიელი იყოს, რომაელად აღიქვოდა თავის თავს. რომეა იყო, ბიზანტია იყო. შემდგომ ის არის ხო? ხანუ ანუ ლევან შენი კითხვიდან გამომდინარე და ამ რეალობიდან გამომდინარე ჩვენ ვერ იმიტომ გითხარი რომ რომი შენ მოჩა გასაგებია რა კუთხით შენ აქცენტი გააკეთე იმ დასავლურებაზე მომენტზე რომელსაც ბარბაროსებმა საბოროოდ სამთლიანად იმასაკეს მაგრამ რომის იდეა როგორც ასეთი ხო კონსტანტინოპოლმა თავის თავზე ბოლომდე ხო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რომი გაგრძელდა. გაგრძელდა როგორ არა, რომი გაგრძელდა კონსტანტინოპოლში, ისევე როგორც ახლა მესამე რომს აღარ. კაი, ბოდის მეორე შეკითხვაც მე არის ეგზეგეტიკაში არის ალბათ უფრო გვიანდელი მაინტერესებს, თუმცა ადრინდელიც. არის ამ სასჯელების განმარტება როგორც ვთქვათ, უნივერსალური გზავნილი საიმპერიო არა. ეს შეგააზრებული არა. ეს ერთჯერადი მოვლენა. შეიძლება ერთჯერადი არც იყოს, მაგრამ უნივერსალური არ არის. შეიძლება ერთჯერადი არ იყოს, არ არის უცვლელი ერთჯერადი. უნივერსალურიც არ არის. პოლიტიკურ წრეში ნაკლებად განიხილავ. ხო, ეს ერთი და მეორე რა არის, იცი ძალიან საინტერესო, რომ თვითონ ხო, საეკლესიო ეგზეგეტიკაში არ უბრალოდ სასჯელების უნივერსალიზმიც არ არის. კარგი და პირველ წელში არის, აი თქვა სასჯელები რომ გაიგოს ან არ მოგივიდა რა სხვა. კი, ეს როგორ არის? ხო, რა გახსენდება. ხო, ეს როგორ არა ვთქვათ რომ რავი მთელი ეს ისა რა ქვია მითითება ხალხო მამებთანაც აქვს ჩვენ რომ უგუნურება რომელიც შესაძლებელია ნებისმიერ პიროვნებაში გაჩნდეს. ანუ ფარაონი ცხოვრობს ნებისმიერ ჩვენგანში, როდესაც ჩვენ უგუნური დამოკიდებულება გვაქვს. ეს როგორ არა ეს კიდე უკროპესა ძალიან შესანიშნავი ისა და ამბროს მედიონანეს გონი ხო პირდაპირ აქვს გონი ხო ამბროს მედიონანეს აქვს კი, როდესაც საუბარია მასთან დაკავშირებით, რომ შენში ფარაონი უნდა გრიგონოსელი პირდაპირ შენში მოკალიკუტელი. როგორ არის ეს პერსონიფიცირება როგორ ხდება კი
ეს არის. მაგრამ საინტერესო და არის ესეთი მომენტი შენ გითხოს არ უკავშირდება ეს თავისთავადია, მაგრამ გამომჩა მე უბრალოდ რაღაც თავარი თხრობიდან გადავიდოდი და ამიტომ რაღაცა თქვი. აი ეს 10 საჟელი რომელიც ჩვენ ჩამოვასახებთ 1000-ზე არ ვილაპარაკია ჯერ. ხო, ნაწილი აშკარად სასწაულებრივია, ნაწილი ნიშებით არის წარმოდგენილი. ხო? ცოცხალის აშკარად სასწაული. კალიების მოდელი ნიში არ არის სასწაული. თქვენ შეიძლება შეხვდეთ ასეთ მიმდინარეობას, ნატურალისტები ეწოდებათ მათ, რომლებიც ერთი შეხედვით ძალიან ქრისტიანული საქმით არიან დაკავებულები. რა არის ეს? აი ბიბლიაში ეს სასწაულები რომ მართლა მოხდა. რომ ეს არ არის ხაპარი, ეს არ არის ლეგენდა, რომ ეს მართლა მოხდა. აი ამის იმას იწყებენ, ამის დამოწმებას თვითონ. მაგრამ ეს აი ჩემთვის წარმოდგენილია როგორც სარკე რაღაცა სექტასავით, რომელსაც აი არაფერი საერთო არ აქვს ბიბლიურ ქრისტიანობასთან. არაფერი არ აქვს. ხო, რატო იცი, იმიტომ რომ იმას ასაც ესე სასწაულის შენ შეიძლება რაღაცეების და კი ეს ძალიან კარგია ეს ნაწილი, როდესაც ბიბლიურ თხრობაში რაღაცის ექსპერიმენტებს აკეთებ და ამგვარად სრულიად შესაძლებელი იქნებოდა, კი. მაგრამ რასაც ვეღარ აკეთებ იმაზე რაც. სასწაულს გადაკარჩულია ხოლმე ეს არგუმენტაცია. ხო არა, როგორ არის ანგრესი, მანდ არის ესეთი დეტალი, რომ ესე იგი ყველაფერს მოქცევა უნდათ, თითქოს და კეთილშობილურია განაზრახი, მაგრამ ყველაფერს მოქცევა საბოლოოდ უნდათ ადამიანური კონების შესაძლებლობაში. აი ეს არის შეუძლებელი. აი ეს არის მიუღებელი. თუ ისინი იტყვიან, რომ ბიბლიაში რაღაცა ნაწილია, რომელიც შეგვიძლია აი ამ რაღაცა იმპერიული იმით რაღაც გამოვცადოთ და შევეხოთ და დავამტკიცოთ ამით, რომ ეს მართლა იყო, ამაში თუ არაფერი არ არის თავისთავადწედი, მაგრამ როდესაც მთლიანად ბიბლიას უთგები ასე და თვლი რომ ეს ყველაფერი ნატურალისტური იმით უნდა შეიძლება აიხსნას, ხო? ეს უკვე აბსოლუტურად მოგვიგებია. ძალიან მეცნიერა, როცა თქვით, რომ უზრუნოება ისევე როგორც მენა ნებელობითი აქტია და ლოგიკური, რომ ახლა წერ პროფესორთან გავდივარ ბენედიქტ სპინოზას, ბაროხ სპინოზას, რომელიც გეომეტრიულად და მათემატიკურად ეთიკაში ამტკიცებს ღმერთის არსებობას, ანუ შეუძლებელია მისი 11 თუ რამდენი ამტკიცებულების წინააღმდეგ ლოგიკურად წასვლა, აბსოლუტურად 100% გიმტკიცებს ღმერთის არსებობას და ეს ხდება თქვა პასკალის და დეკარტის მერე და საოცრება რომ ამის მიუხედავად შეაქვს წვლილი განმანათლებელთა ეპოქაში და ათეიზმის ზრდაში. და ჩემი კითხვა ალბათ თავარი კითხვა ამ ლექციის შემდეგ არის დაკავშირებული ამ ბიბლიური ეპიზოდის მთავარ მომენტთან, როდესაც განმეორებთ რამდენჯერმე გვიწერია, რომ და გაასასტიკა ღმერთმა ფარაონის გული. რას ნიშნავს ეს ეგზეგეტიკაში? იმიტომ რომ თუ ღმერთს უნდა რომ ჩემი გული გაასასტიკოს, მე ვინ ვდივარ რომ გავეურჩო და არ გავისასტიკო და რა საერთოდ რა სადღაა ფარაონის თავისუფალი ნება, ის ხომ მძევალია ღმერთის ამ გადაწყვეტილებისა, რომ განუსასტიკოს მას გული და გარკვეულწილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ართმეული აქვს რა მას ასეთ შემთხვევაში თავისუფალი ნება, მისი ბრალი აღარაფერი აღარ არის ეს განსხვავდება ძირეულად მე მგონია იუდა ისკარიოტების ბედისაგან, სადაც ესეთი რამე არ ხდება თუ სწორად მახსოვს. ღმერთი არ უსასტიკოს გულს იუდას, ხო? იუდა თვითონ წყვეტს ამას. და აქ ფარაონი ხუმარ ვიცი რომ ესე არ არის და სულ მავიწყდება და არ მესმის რატო არ არის რა. ხუმარ გამოდის მაინც აი დავსვათ კიდევ მე რამდენი რამ შეკითხვას. ორგანოს ფარაონი მანგო ბრმარი არ არის ღმერთის გადაწყვეტილებას. მით უმეტეს რომ დაწერილში წერია ესეთი რაღაცა რომ ეს მე ვარ რომ არ ვაშვებინებ ფარაონს თქვით. ხო, ანუ უბრალოდ კიდე ერთი ფრაზა წერია ძალიან საინტერესო. ამდენამი სიმდო ვაკეთებ რომ დაინახოს ფარაონმა რომ მე ვარ უფალი. კიდე ერთი ფრაზა წერია. იმიტომ რომ შენ შვილებს და შენ შვილიშვილებს მოუთხო რა გავაკეთე ეგვიპტეში. და პრინციპი ამას რომ მე ვაკეთებ. ჩემი საქმეა.
მეორე დეტალი ჩვენ წინა ამაზე შევხედეთ, ყობა კარგად არ შევხედი ვარ, ამიტომ კიდე ერთხელ შევხედე. მეორე დეტალი, რომელიც ამ ნიშნით გვახსენდება ლევანეს არის ბრმაჩობილის განკურნება. გახსოვს ხო, ვინ ცოტა ამან თუ ამ მშობლები. მიზეზი, რატო იტანჯება ეს კაცი? მიზეზი თამართი დიდოს. საოცარი, არა, აბა რატო? მე მინდა და ჩემს დიდებას უნდა. ეს პასუხი. ეს ძალიან საინტერესო მომენტია, შენ იუდა ახსენე და იუდას გულის გასასტიკებ ჩვენ მერე თუ ამის ახლა ჩანაწერში ესაბუქება თავის თავისადო ჩვენ იერუსალიმის ასაკოდ დაქცევის რამდენიმე ეპიზოდს მიმოვცეთ ყურადღება და ჩანაწერებს ამი დავასრულოთ შეიძლება კაცო საუბარი შეიძლება გქონდეს ჩვენ ნახავთ რომ იუდას მომენტში სადაც ღმერთი გულს ამოსასტიკებს არა თავისთავადია ჩვენ ნახავთ იუდა როგორ ისასტიკებს გულს ძალიან კარგად ჩასახარებაში მე რამდენიმე ანუ შეგულოთ რომ იუდან თავისუფალია თავის ნენაში და ფარავნი მე რამდენიმე თვის უკან რამდენიმე საახლობი თქვენ ახებს ორი თვის უკან სახარება წავიკითხე იუდას პერსპექტივით ანუ ისკარიოტელი ანუ სახარებას ისკარიოტელის უსკენ უნდა კითხულობდე სახარებას ქრისტესთვის უნდა კითხულობდე ქრისტესთან უნდა მიგიყვანო სახარება უნდა რა ისკარიოტელი აი გაუბედე და წავიკითხე ყოველ შემთხვევაში რაღაც ძალიან საინტერესო კვლევას წავაწყდი და წავიკითხე აი ამ ადგილას იუდა როგორა აი ამ ადგილას იუდა რას მეუბნება სახარება რას ძალიან საინტერესო რამეები იკვეთება ძალიან საინტერესო დასკვნა არის ეს ბოლოს მე იუდა ყავს გულ გასასტიკებული ზუსტად ეგ არის დასკვნა იუდა ეს არის ფარაონი თავისი ცხოვრების ფარაონი აუცილებლად რომ იმას თავი ჩამოიხრჩო და სხვათა შორის თავი ჩამოიხრჩო არა იმიტომ იუდამ თავი ჩამოიხრჩო ხო იმსეთ ადგილას სადაც ყველა ვიცოდა აი აქ ვინც იუდას თავი ჩამოშავა სხვაგანაც შეეცდა ზუსტად იმ ადგილას ირჩევს თავს სადაც აი ანდერძატოებს არაკაცი ვარნე იუდა ცალკე ისტორია მაგრამ შენს აი ამ პარალელში და მე ვილაპარაკობ იმას შენ ამ პარალელში და შემოვიტანო დიახ იუდას თავი აქვს გასასტიკებული როგორ იმიტომ კი არა ქრისტემ გაუსასტიკა არა ქრისტესთან ურთიერთობაში გასასტიკდა ეს გული ღმერთის სიტყვები ეს არის სიმბოლური ენა როდესაც ამბობს ეს მე ვარ უსასტიკებ გულს ეს მე ვარ ეს არის სიმბოლური ენა სინამდვილეში რას ნიშნავს წარმოიდგინეთ ცეცხლიანთია და ცეცხლთან მიხვედი და ჩავარდი ამ ცეცხლში და დაიწვი ცეცხლმა დაგწვა თუ იმარო შენ ჩახტა ამ ცეცხლში ცეცხლს აქვს თვისება ანათოს და ათოს მაგრამ როგორც კი დისტანცია ირღვევა ის მანათობელი და გამათობელი აღარ ხდება ის წველი ხდება უკვე და დისტანცია თუ ირღვევა ისი ბრალი ცეცხლი არღვევს ამ დისტანციას თუ შენი ბრალი ანუ ცეცხლმა კი დაგწვა მაგრამ შენ დააწვევინე თავით ეს ანუ შენ მოქმედი ხარ შენ ნახე მეორენაირად შევხედოთ აი მას იმ დღეს მამანდრეს ველაპარაკებოდი საღვთო ძლიერება რაშია წარმოქმნილი ჯვარზეც რო ავდეს იქ რომ მოკვდეს კიდევაც აი ეს ღმერთის ძლევა არის ბოლოს ღმერთის რომ მოკლან ჯვარზე რომ მოკლან საფლავში დადო და ლოდინია ყო მაინც გაიმარჯვებს გამორიცხული ამ სხვანაირად ვთქვით რა ნახეთ რა შვება ქრისტე მთელი თავისი სამწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ქრისტე რა შვება ქრისტე მიდის და ეშმაკი მიყვება ანუ შეჯახება კი არ ხდება ღმერთი ეშმაკს კი არ ებრძვის ღმერთი ეშმაკს ვერ ებრძოდეს ღმერთი ვერ იქნება გამორიცხულია ეს დუალიზმია ქრისტიანობაში. ღმერთი არ ებრძვის ეშმაკს, არა, ღმერთს აქვს თავის ძლიერება. ამ ძლიერებას ებრძვის ეშმაკი. მთელი უგუნურება დაცემული ძალის ეს არის სწორედ. ამ ძლიერებას ებრძვის ეშმაკი. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ამ ენაზე ვთქვათ, რომ ღმერთმა დაამარცხა ეშმაკი. ჩვენ შეგვიძლია ჩვენებურ ენაზე ვთქვათ, მაგრამ სინამდვილეში არსობრივად ეს გამორიცხულია. ღმერთს არ შეჭირდება სხვისი დამარცხება. თუ ღმერთს ვიღაცას დამარცხება ჭირდება, თუ ღმერთს ვიღაცა დასამარცხებელი ყავს. რაღაც საშიშროება დამდგარა მისინაში მაშინ ღმერთი ვერ იქნება მისი მოქმედება თავის თავში არის ძლიერი შესაბამისად ჩვენ რაღაცა აქტებს ვახწერთ ეს აქტი არა იმიტომ რომ ღმერთმა კი პიროვნულად ის მოქმედებს ცალსაღაც არა ბუნების ძალისა პიროვნული ძალა მაგრამ მისი მოქმედება მის თვისებებში მის პრინციპებშია წარმოდგენილი სიკეთეა სამართალია სიყვარულია
და ეს პრინციპებთან მოქმედება ჩვენ თუ სიყვარული, სიკეთით, სამართლიანობით მივუდგები, მაშინ წყალობა მოდის ღმერთისაკენ, ანუ თანხმად რა ხდება შენი ენერგიისა და საქმე ენერგიისა. სინერგიაში შეგეხარ. ხდება სულიწმინდისა და შენი, ანუ გამოური იმას აქვია, იმას მაინც ერთი წუთი გეტყვი ხავე. კიბის აღწერას აქვს ძალიან საინტერესო, მას აქვს ძალიან საინტერესო ტერმინი. ჩვენ გვაქვს ტერმინი სინერგია, მაგრამ მანამდე ამ ტერმინის პარალელურ ტერმინს გვიმკვიდრებს ეს საოცარი მამა. სინაუსი კი ის სინაუსენა თანამყოფობა. თანამყოფობა სინაუსიო, ანუ სინერგია, სინუსია, ანუ თანამყოფობა, სინერგია, თანამოქმედება, სინაუსია, თანამყოფობა, ანუ მონაზონს ის განიხილავს როგორც ღმერთთან თანამყოფს. ანუ ის რომელმაც თავისი ნება გადააბარა, თავისი მყოფობა მიუახლოვა ღმერთს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ანუ ფარაონთან დაკავშირებით როზე მე ვარ უსასტიკე გულს, ღმერთი კი არ უსასტიკე. ეს მე ვარ რომ ამას ვაკეთებ. მაგრამ ფარაონი ამ ყველაფერს რადგან არ იბაშობა მე, ანუ თქვა მოწყალებით აი იმას არ უყურებ. მოწყალებით არ უყურებ, თუნდაც არ გამომივიდეს. ანუ ჩემი მოქმედება ამ შემთხვევაში ფარაონის გულის გასასტიკება დაილეკება. იოანის რა ქვია, ორიგენი ამბობს ასეთ რაღაცას. აი გავიხსენოთ თესლისა და თესლის შესახებ მაცხოვრისი განო, ხო? თესლი ერთია. მაგრამ გააჩნია ნიადაგს, რომელშიც მოხდება. ანუ მე რესტორან გავიქცე რომ ჩაგერე კითხეთ. როგორ გავიგო ეს უიშვიათესი ზმნა გაუსასტიკ. გავიგო მე ეს როგორც დაუშვა, თუ გავიგო ეს როგორც აიძულა. აიძულა არავითარ შემთხვევაში. ანუ აქ არ უქმდება ფარაონის როგორც ნებისმიერი ადამიანის თავისუფალი ნება. დაუშვა მის. აბა ნახე, წინა ლექციაზე მე ვთქვი. სულიწმინდის მადლს აქვს რამდენიმე მოქმედება. ხო აი აშტყოფელი არის, მაცხოვრებელი არის, ნიჭთან მინიჭებელი და ასე შემდეგ. ფარაონი რომ მართავს ქვეყანას. მას ხო რაღაც ნიჭიერება ჭირდება. ისე ბერებართას ეს ნიჭიერება საიდან უნდა გქონდეს მას. რადგან მან თვალი დაუხუჭა ფარაონი როდის ხუჭავს თვალს. გულს გაუსასტიკებ ეს იწყება სწორედ როდესაც კვერთხი მოსეს კვერთხი შეჭავს ფარაონის კვერთხებს, ხო? აი აქ გულის გასასტიკებელი რას იშავს? ფარაონმა თქვა რომ ის ნიჭიერება რა ნიჭიერებითაც მიახლა დასვლა უნდა გამოვიტანოს ნიჭიერება უმჭირდება. მე თვითონ ვიცით. აი ეს ნიჭიერება ცილდება მას. ხო, ანუ მე ქრონოლოგიურად მაინტერესებს რიგივეზე ნამგონი იმაშიც ხდება დაუჯდომოში გიორგისა, დიოკლეტიანის შესახებ. მისი გულის გასასტიკება და ქრონოლოგიურად აი ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია რა გასასტიკება ღმერთისაგან გულის არ ნიშნავს ნების გაუქმებას არავითარ შემთხვევაში ეს ნიშნავს რომ დაშვებას მის თავზე ეს ალბათ არის იმ ფარულის გამოვლინება რაც მაშინ ფერცხოვების განმავლობაში განწყობები მოუხსნა და დაცვა და მაგრამ შევაკვა შეჭა ხო ანუ მოუხსნა ესეც ძალიან ისე უნდა ვთქვა ძალიან კარგად და როგორც ანთროპოლოგია არ არსებობს ხოლმე სიკეთის შემცირება ხო ანუ აი უნდა გავიგოთ სწორედ აი ანუ ღვთივშენიურად უნდა გავიგოთ ანუ მოუხსნა რას ნიშნავს რაც არ უნდა და ის თავზე არ მოახვია ანუ არ უნდა რა ფარაონს ეს აი არ უნდა აი ამდენჯერ აი ადამიანთან გესაუბრია ხო რაღაცა სიყვარულის აუცილებლობაზე რაღაცა კეთილსინისიერების არ უნდა რა არ უნდა ნახე რა საინტერესო თავის დროზე ერთხელ გითხარი და კიდე ერთხელ მინდა გითხრათ ეს რა რო არ უნდა რა უნდა გაცილო უნდა ლოცვა გააგრძელო იმას უნდა ილოცვა აუცილებლად მაგრამ არ უნდა უჩიჩინო ღმერთი გააცილდა და ამას გაუსვასტიკდა გული. აი ხა გასაგებია. ღმერთი მოეხსნა რა და ამას მოეხსნა ღმერთმა მოეხსნა ისიც ამ დაშვებით რომ რაც არ უნდა და ღმერთმა არის. ხო აი რატო ეს გამოსავალ საჭირო მაგარატების გარეშე შეიძლება მე არასწორად ვიცი გრამატიკა მაგრამ როცა კითხულობ ეს ზნა აღიქმება როგორც ღმერთის მოქმედება ან გულის. ასეც არის დაწერილი თუ ენა რას ჩვენ რას უნდა დაუკვირდეთ კიდე იცით ჩვენ ახლა შენც ამბობთ მოსე ეტყვის ცოტა მოგვიანებით ებრაელ ხალხს რომ ქართულად არ მახსოვს როგორ არის სასტიკი ჟესტოკა ვინი სასტიკი ჯიშნიანი თუ როგორ არის ხალხი და მაგიტოს აგიწერა ღმერთმა ეს ისე ღმერთი მოსეზე ამბობს აი ღმერთი ამბობს მოსეზე შურის მგებელი ღმერთი ვარ მე სასტიკი ღმერთი ვარ მე ეს რომელი ღმერთი ამბობს ჯვარსოც ეს კაცი ხო ანუ
ჩვენ მაინც ამ კითხვებს ვსვავთ და შესაბამისად პასუხებს ვიძლევით ძალიან რთულ თამასურადღება მიაქციოთ ახალი აღთქმის გადასახედიდან. მაგრამ როდესაც მოსესწორს ეს ტექსტი იწერება, ამ ტექსტს კითხულობს ძველი აღთქმის ეკლესიის ის ხო? იმისთვის ღმერთი არის მეფე. მეფე რომელსაც ბრძანა. აქ ილაშქრეთ, მეფე რომელსაც ბრძანა რომ იქ ააშენეთ, მეფე რომელსაც ის მეფე დაამარცხეს. ეს უზენაესი. ეგ ძალიანმნიშვნელოვანია. ამას ამ კონკრეტულ ნაწილს ხო პირადად მოსე გვიწევს. კი. ჩვენ ვკითხულობთ მოსეს. აუცილებლად. ან მოსეს ხელით წერია გაუსწრებს. სინასთან იწყებს ამის წერას. დღეს დაში არის ჩასაგუცეთ სკეპტიკოსი პროპაგანდაების მხრიდან რომ ძველი აღთქმის ღმერთიო არის რომ დაცლებით უფრო შუის მაძლებელი ნიშნის მომგებიანი ღმერთი უფრო რაღაც ყველაზე სუპერში პასაცას ეკერებენ არის კაცი და ვიდრე ახალი ღმერთი და ანუ მე შემიახლა დაახლოებით მაქვს რატო შეიძლება იყოს ასე მაგრამ რა ხდება ის რა ხდება თვითონ კითხვა არა კორექტული ძველი აღთქმის ღმერთი და ახალი აღთქმის თვითონ კითხვა ანუ რა მინდა იცი ხშირად დღეს ჩვენ კითხავს თავაზობიდან კითხვაში რა საკეთებელი იცი კითხვას სწორედ იმ ფორმით თავიანთვის სასურველი პასუხი უკვე კითხვაში შემოთავაზებული ნახე პატრიოსანი კითხვა პატრიოსანი ადამიანი კითხავს როგორ ასოს აი ერთი მაგალითი რო გავუსვა აი თქვათ მიჭირავს ეს კალმისტარი და მე გეკითხები ეს კალმისტარი კარგია ხო აი ამას თუ გეუბნები მე პატრიოსანია მაგრამ მე თუ შეგეკითხები ეს პატრიოს ეს კალამი კარგია თუ ცუდია მაშინ ეს კითხვა უკვე პატრიოსანია ადამიანის ნახე მაცხოვრის იმასთან იმას რო გაკურნავს რომ დაიბარებენ კრებულში ჩვენ ვიცით რომ ეს კაცი ცოდვილია და შეიძლება ანუ ესენი ეუბნებიან რომ შეგა გვინდა ეს თავის დაკატუნებას ელოდებიან ესე რომ მე არ ვიცი ვინ არის ის ვიცი მოვიყავი და ხედავ ეს მისამ კითხვა ფარისეველთა კითხვები აი ამ საქმე ჰეროდიანელთა კითხვები ამ კითხვებში ყველა კითხვებში იგრძნობოდა ის რა ქვია შეკვეთა რა პასუხი მინდა მე ამიტომ როდესაც რატო წავიდა ეს შუს როდესაც კითხვა ისმება ასე ძველი აღთქმის ღმერთი და ახალი აღთქმის ღმერთი უკვე ამ კითხვაში თავაზობენ წარმართულად ანუ არამართებულად მიუდგე ამას ანუ კითხვა უნდა შენ თვითონ უნდა და კითხვის კოლექტირება მოახდინო და უნდა უთხრა ძველი აღთქმის ღმერთი ახალი აღთქმის ღმერთი არსებობს ღმერთი რომელიც გვეცხადება ძველ აღთქმაში და გვეცხადება ახალ აღთქმაში აი უკვე დაკორექტირებულია ყველაფერი და აბსოლუტურად გასაგებად შეგვიძლია საუბროთ თუ კი ეს არის ის ერთი ღმერთი რომელიც ძველ აღთქმაშიც მოქმედებს და ახალ აღთქმაშიც მოქმედებს მე იქვე ვამბობ რომ ეს ერთი ღმერთი არის ჯვარცმული ღმერთი და ეს ჯვარცმული ღმერთი ასეთი სასტიკი აი ჯვრიდან ვიწყებ ამის ახსნას გესმის და ამ სისასტიკის თქვათ იქ სოფლები იხოცება, ქალაქები იხოცება, ოჯახები იხოცება, პირდაპირეობები უყურებ, ხო? ამ სისასტიკის აი მიზეზებს ვეცებ. მრავალი შეიძლება იყოს, თქვათ, რატო იგრძალება უცხოთომაზე ქორწინება, იგრძალება, იმიტომ რომ ჩემში არ მოხდეს უცხო ღმერთებთან იდეური ქორწინება. ამ ფიზიკურმა აქტმა ჩემში იდეოლოგიური აქტი არ გამოიწვიოს. როგორ უნდა გამოიწვიოს? დღეს ცოტა ძნელი გასაგები შეიძლება იყოს, მაგრამ მაშინ ეს ძალიან მარტივი იყო. უმარტივესი რომ იმდენად ასიმილირებული და იმდენად დისკრიმინირებული ხდებოდი კულტურაში, უცხო კულტურაში და უცხო კულტურის მიერ, რომ პრაქტიკულად შენი არ რჩებოდა არაფერი. ძალიან მარტივად გადადიოდი ერთი ღმერთიდან მეორე ღმერთისაკენ. თვითონ ტერმინი ჩვენ მე ამას შევეხებით, ახლა არ გაგიგრძელებ. ტერმინი ბაალი ნიშნავს მამა ღმერთს. ბავა ალ ანუ ბა მამა ელი, მამა უფალი. ის ჩვენ ბაალი ტერმინია, ახლა ღმერთს კერპს ქვია, თორე იმ კულტურულ ენაზე მამა ღმერთის თაყვანისებაა, მამა უფალის თაყვანისებაა. და ვინ არის აბა ეს, რა ქვია, მოსეს ღმერთი, მამა უფალი არ არის? ისე მარტივად შეიძლება ბაალი მოსეს ღმერთი ჩაანაცვლო, როგორც არაფერი. ამას მე ელია იტყვის და ჩვენ მე ვნახავთ რა ელია და მოსე რატო თაბორის მთაზე და არა სხვა, თქვა აბრაამი და დავითი რატო არა. ამიტომ როდესაც იმ ეპოქაზე მაქვს საუბარი ეპოქაზე, სადაც დედა შვილს ხარშავს იმისათვის რომ შეჭამოს, რომ ალყის დროს გადარჩეს. სადაც ძალიან მარტივად ხდება, სადაც ღმერთი დაუშვებს ასეთ რაღაცას, რომ მამაკაც ყავდეს ცოლი და თანაცოლი, იმიტომ რომ მამაკაც თანაცოლის უფლება თუ არა აქვს, მამაკაცი თავის ცოლს ისეთ რამეს უსავს, ან გაამწარებს,
ან მოკლავს, ან ცხოვრებას გაუმწარებს თუ იმის გამო რომ ამისგან უფლება მიიღოს და სხვა ხალხთან წავიდეს. ამ ქალის ის უარ გამწარდეს, ეს ქალი რომ მაქსიმალურად დაცული იყოს იმ დროინდელი პირუტყვის დონემდე დასული მამაკაცისაგან. ამიტომ აი ეს დაშვებები ხდება, მთელი რიგი დაშვებები ხდება. ხდება ძალიან მკაცრი მოთხოვნები, ვინაიდან ამ სიმკაცრეს ახალ აღთქმაში ვერ ხედავთ. ანანიას საფირე უნდა დააშალოს. პეტრემ ერთი გადახედა სული წმინდას და იგი სული გააფრთხობინა იქვე. იოანე ოქროპირიანს არაფრის გეშინოდეთ ყველა იმაზე მეტად რომ ყოვლად მოწყალე უფალი პირსი ბრუნებს თქვენთან და გეტყვით არ გიცნობთ. პირიდან მას უნანელი დედაკაცი მოკლა პირდაპირ დაუჯდა. შეუნანებელი დედაკაცი. ხო ანუ კითხვაში დევს და მე უბრალოდ თავარი მიზეზი მაინც ის გონია რომ ძველი ახლის ადამიანი თვითონ რა. ადამიანზე ძველი ახლის ადამიანი. შეგენ ისეთი ორო ახალი ახლის კანონმდებლობით დაგეგმო მისთვის რა ახალი ახლის რეალობაც არის. უბრალოდ ფისობლად ვერ გაიგებდა. ბოლომდე გეთანხმები. მანდ მოვდიოდი, მაგი უნდა მეთქვა. ბოლომდე მართალი ხარ, მანდ მოვდიოდი, იმიტომ რომ თუ კი ღმერთი ამბობს მარჯვენაში თუ გაგატყუა, მარცხენაში გაგატყუა, იგივე ღმერთი. ამბობს მარჯვენაში თუ გაგატყუა, მარცხენაში ისე მიუბრახო რომ მეორე არ გაგიბედოსო. ანუ თუ კი ძველ აღთქმაში შიშია ის რაც აჩერებს ადამიანს, ახალ აღთქმაში ეს შიში ჩანაცვლებულია სიყვარულით. ან ძველ აღთქმაში რაღაცას ატوار ვაკეთებ, იმიტომ კი არა რომ ამას როგორ ვიკადრებ, არა იმიტომ რომ ამას თუ ვიკადრებ, ასეთ რაღაცას გამიკეთებ. ეს მაჩვენებს. მათ კითხვაში მე მგონი ის კონტექსტიც არის ჩადებული, რომ ღმერთის სინამდვილეში არის ადამიანის რაღაცა იდეა. და ან როკითხულობს ეგრევა ძველი აღთქმის ღმერთი და ახალი აღთქმის ღმერთი ამ კონტექსტით კითხულობს, რომ აი მაშინდელი მიწიდან ხედავს ზეცას და რა ზეციდან მიწას. კი ბატონო. უცვალებელმა განიცადა ცვალება. ხო, აქედან ამ იმითაფასებს, ამ პარამეტრებით აფასებს თავისთავად ხდება, იმიტომაც აკვი თავში ვერ თქვენს, რომ თუ ამ კითხვაზე პასუხს დაეწევ, აუცილებლად ვერ გასცემ პასუხს რა. ამ კითხვას პასუხი წარმართული პასუხია ხო? ერთი კითხვა ვენ არაერთხელ ახსენე წინა ლექციები და პროფესორს რო ინტერვიუა ხალხი, რომელიც ყოველთვის ყველაფერს იწევს. ყოველთვის ყველაფერს აფიქსირებს და მათი ელინებიც ასეთებია. ბატონობას კი ამაზე დგას. ო ისე ცოდნას ინახავთ. ის რაც ახლა აღიწერა ეს საშინელი სასჯელები, ხო ამ მთელი ქვეყანა განადგურდა, რა ვიცი, დინარე სისხლად გადაიქცა, ცეცხლის წინა მოდის, ანუ იდეაში ეს უნდა დარჩენილიყო ლიტერატურულ ქრონიკებში და მე ყოველ შემთხვევაში როგორც ვიცი არ არის, რატო არ არის? ატო არ არის, მე თქვენ თავისუფლზე გითხარით, რომ ჩვენ გვაქვს ორი აქილევსის ხოსელი ბიბლიურ არქეოლოგიაში, ეს არის მოესკიდობანი და ეს არის აი ეგვიპტის მეწამულის ზღვის გადალახვით ჩათვლით. აი სასჯელები და ეს აი ამაზე ბიბლიური არქეოლოგია თუმცა ამ ბოლო დროს მაინც წამოვიდა მაინც რაღაცა ოღონდაც არქეოლოგიური მასალები და არა დოკუმენტალური თქვათ რაც გულისხმობს ისტორიულ წყაროს თვალსაზრისით მაგრამ აი კედრის ხატრობა თქვათ რაღაცა გარკვეული მითითებები რაღაც არეულობასთან დაკავშირებით ქვეყნის იმას რა მინდა გითხრით აი დროშიც ზუსტად ლოკალიზება ვერ ხდება ხო აი როდის არის ზუსტი ზოგად ლოკალიზება ხდება მაგრამ ზუსტი ვერა ზოგადი კი, მაგრამ ზუსტი ვერა. ფარაონის სახელის სამს. ადრე ასახელებდნენ ამ ფარაონს, მაგრამ ახლა იმდენი წყარო აღმოჩნდა და დინასტიური იმდენი სულები ყო მე-16 დინასტიაზეა საუბარი. უბრალოდ ახლა ის ძალიან არამეცნიერულია ფარაონის სახელი თქვა. მე კიდე national geographic-ის ფილმში დანახი მაქვს, რომ ერთ-ერთი ფარაონის სულების ანალიზმა დაადგინა და დაერჩა მეწამულ ზღვაში, მაგრამ მე ესე გავცემდი ზურას კითხვას პასუხს, რომ ზოგადად როგორც ეს იმპერია თავის სასჯელებს არ აღწერს. იმპერიის მარტიან ყოველთვის არის მისი გამარჯვებების და მმართველობის და მტრების დამარცხების მარტიანი და როგორ გავყარჭაქვთ და როგორ დავისაჯეთ ჩვენ მისი ცუდისთვის, თითქმის არც ერთ სხვა თუ აღწერს. ამას შესახებ თვითონ. ხო, მაგაზე ვერ პასუხობთ. ბოლო კითხვა თუ შეიძლება როცა ჰეროდიადას მიერ ქალიშვილის შეგონების გამო კლავს ივანე ნათლისმცემელს ცხადად წერია რომ დაონდაო ჰეროდიო მაგრამ აღარ გატეხა პირობა ამ თავის ძმისშვილის ჰეროდიული ცეკვით აღთქინების დროს მიცემული
პირობა თავისი მხლებლების გარშემო. ღირსება შენა. ხო, ანუ აშკარად არ უნდოდა, მაგრამ იძულებული გახდა. იგივე გვაქვს პილატეზე, რომ არ უნდა, მაგრამ ბოლომდე არ ესარჩლება სიმართლეს და მაგრამ იძულებული ხდება გაიწვიოს გვერდზე, პოლიტიკა, პროკურატორია, კოლონია, თავის წესი აქვს და ასე შემდეგ. ფარაონი არის შეუდარებლად ჰეროდე ჯერ ერთი კოლონიური სამეფოს მმართველია, ნახევრად მმართველია. ესა პილატე, პროკურატორია, ჩინოვნიკი. ფარაონი არის ღმერთი. არავით არის ესეთი peer pressure, ანუ ესეთი წნეხი გარემოცვისგან მას არ აქვს. ვალდებულება არ აქვს. ხო. პილატე. არა, ფარაონზე ვიცი. ანუ ფარაონს თვითონ უნდა გადაწყვიტოს, თუ ეგრე. თვითონ ქურუმები. კი ქურუმები, მაგრამ ქურუმები ასე ვთქვათ ბოლოს მაინც ვერ შეეცინა რამდენიმე ფარაონს უცეობლებია რომ გავუშვეს ვერ ახედავდა. ხო, აი ჩემი მოდის ჩემი კითხვა ასეთია, ანუ ამიტომ ხო არ არის ფარაონის ბრალი კიდევ ვიდრე ახლა შეაძარა, მაგრამ კი, ბატონო, თავისუფლად თვითმფრობელი იყო რა, თავისუფლად შეიძლება და ერთ კაცს. ხო, ვერავინ ხმას ვერ გავს. ტახტის წინაშე ვალდო. თუ ეგზეგეტიკაში მიწერია, რომ იმისთანაც დაკარგავდა ავტორიტეტს, თუ ამ ებრაელებს თამახონები ან ოკროიანა გაუშვებდა, რომ ფარაონობას დაემუქრებოდა. მაგი პირდაპირ წერია წმინდა წელში ეს როგორ მოგვივიდა, რომ ამ ხელა ხალხი გაუშვდა. და დაედევნებიან ისრაელს. ეს პირდაპირ წერია ეს როგორ მოგვივიდა. აი ამ მასის დაკარგვა იქნებოდა ახლა. კი, ამას იტყვია, როგორ არა, იტყვია ამას. მაგრამ ეგზეგეტიკასაც შეეხება აქცენტს აკეთებს ფარაონის უგუნურებაზე, პიროვნულ უგუნურებაზე სულ. და იმაზე რაც გითხარი, რომ ჩვენში ეს ფარაონი შეიძლება ჩვენში ფარაონმა გაიღვიძოს აი იმის სიმით. მეორე ის საინტერესო იყო და აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ფარაონი ამ შემთხვევაში კი მოკურუმთა დასის წინაშე არის პასუხისმგებელი, ქვეყნის წინაშე პასუხისმგებელია, მაგრამ ვალდებულება არ აქვს. მას შეუძლია თვითმყოფადურად თქვას, რომ ეს ასე იქნება. კი შეიძლება მან გამოიწვიოს რაღაცა ტახტის ანუ სასახლის კარზე რაღაცა არეულობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 10 საჯერის განმავლობაში ან და ბოლო მერვე საჯერის შემდგომ რასაც ეთქვა კვეთისლები გაუშვერახედა და ადრე ჩააგდა ქვეყანა, ხო? სრულიად უფლებამოსილია, სრულიად უშიშრად შეუძლია მის გაკეთება, მაგრამ წინ ორი საჯერია კიდე მე-9 და მე-10 აინც არ გააკეთებს. მე-10 შემდგომაც დაედევნება უკან დააფროს. ბოლომდე გვაქვს საუბარი უგუნურ ადამიანს. როგორ რაც სადამდე შეიძლება დაეცეს უგუნური ადამიანი. ხო, წარმოვიდგინე ასეთი რაღაცა, რომ კაი ჯვარსაცვი, კაი, მოკალა, მაცხოვარი ხო ამბობს. ყველა ცოდვა მიეწერა, ხო, ძეკაცის წინააღმდეგ ნახონი, სული წმინდის გმობა არ მიეწერა. ყველა მამა ამას განმარტებს, შეიძლება ვერ მოსულიყო მართლა, ვერ გაგეკო, რომ ღმერთით გაშენ წინაშე და ეს ყველასთვის საპატიო იქნებოდა. არ მიგებო ის საქმეები, რასაც იესო აკეთებდა. ეს უკვე გმობა იყო. აი პირველ დღეს სასწაულს აქილიკებს და ძალიან მეშინია ადამიანების ხვედრის, ძალიან მეშინია. ნახე, შეიძლება ეს ყველაფერი თვითონ ქრისტიან კუთხე, კი, მაგრამ როდესაც გეტყვია საფლავი ცარიელია და შენ ფულს გადაიხდია მაშინ, გააოცებეთ ეს დაგეძინათო და ამას შეთხსავ და შენ თვითონ შენ თავს აჯერებ ამას იდეოლოგია. ამ კუთხე, ხო? აი ამას, აი ამ უგუნურებამდე დადიხასო. რომ შენ აი როგორ გითხრა ის ძალიან ლაზარეს მოკლა რა უნდა ხო ლაზარეს მოკლა უნდა ხო ესე ძალიან კარგი ლაზარეს მოკლა და ამოწმებდა უკვე ქრისტეს ღვთაებრიობა იმიტომ ანუ ლაზარესაც ვეღარ იტანენ იმიტომ რომ ცოცხალი ლაზარე მე ახლა მე ეს მინდა გითხრათ ლაზარესატო ლაზარეს მეოთხე დღე სატო ხდება ლაზარეს ისე იმიტომ ხო შეიძლება ქრისტე მეშვიდე დღეს ჩასულიყო უფრო აყოლებული ერქნებოდა ან მესამე დღეს ან მეორე დღეს ჩასულიყო ახალი გულმოყრული და ახალი ის იქნება სპეციალურად ჩანს მეოთხე დღეს ამ მეოთხე დღეს აქვს თავისი დანიშნულება თავისი აზრი საქმე ის იყო რომ მაშინდელი ებრაული მისტიური სწავლების თანახმად გარდაცვლილი სული 3 დღის განმავლობაში სხეულის გარშემო ტრიალებს და ცდილობს უკან შესვლას და მეოთხე დღეს ეს ისე იხწნება რომ უკვე ძულდება და გაგარბის ამის განამდო აი ნიკარის ხო მიცვალებულებს აღადგენს ქრისტეს და ყველა იმაზე შეეძლოთ ებრაელებს ჭორი გაევრცელებინათ რომ სული ქრისტემ კი არ აღადგინა იესო კი არ აღადგინა სული შეძრა უკან როგორც ამა ჩვენ გასწავლით მაგრამ ლაზარეს აღდგინება რა იცი ლაზარეს აღდგინება აი გააშვა აი ვერაფერს ვერ იტყვის
რომ ეს მეოთხე დღე სპეციალურად არჩევს ამას ქრისტე. რომ მეოთხე დღე უნდა იყოს ის, რომ აი წესით ეს სულიც აღარ უნდა თვითონაც ჩერდებიან. ან ლაზარე რა არის? ლაზარი არის აი სამ უნდა მოუკლათ, ამ უნდა ქრისტე ვარიანოთ. და ამიტომაც ხო ეს ძალიან კარგი მაგალითი იყო, თქო რომ აი ეს უგუნურება, ხო აი, როდესაც აი სიტყვაზე თქვა, ხო? კი, პანდემია როგორ არ შეგვიხო, მაგრამ ნუ თუ ვერ ხედავს დღეს ადამიანი იმ წყალობას, დაწყალობას ღვთისმშობელმა მოიგო ამ ქვეყანაზე. არის თუ არა ეს უგუნურება ამის დაუნახავება? არის თუ არა უგუნურება ამის თვალების დაბრმა? სასჯელი გველოდება თუ ვერ დავინახავ. ხო და ამიტომ ამბობ, აი გულწრფელად ვამბობ, რომ როდესაც მამა ლოცულობს მშვიდობაზე და თანამლოცველი ვართ ჩვენ, ხო აი ჩვენ აუცილებლად უნდა ვილოცოთ იმათვის, რომელსაც აი თავს იგუნურებენ, თავს სხვათა შორის მე ეს არ მithქვამს, მაგრამ დღევანდელ თხრობაში ჩანს ბიბლიაში ძალიან საინტერესო რაღაცა. მოსე რო გავა გომბეშვეების მის შემდგომ, ხო, გავა მოსე ფარავნიდან წმინდა წელში წერია ასეთ რაღაცა. შეღაღადა უფალს, ანუ ილოცა შეეძლო მოსეს დაეწერა ასეთი სიტყვა, რომ ილოცაო მოსემ უფლის წინაშე ფარავნისათვის. კი არ ილოცა, არა, შეღაღადა. სიტყვა ღაღადი არის სპეციფიკური ტერმინი არის წმინდა წერილში, რომელიც გულისხმობს აი ლოცვას კი არ გულისხმობს, აი უამოიკუნესი და ის ესთხოვ რაღაცას, აი მაგალითად სოდომელთა ღაღადი ესმა ღმერთს ნიშნავს, აბელის სისხლის ღაღადი წვო, ხო ეს არის აი უმაღლესი ინსტანცია, აი კივილი, აი რო აი ადამიანთა შორის შენ აღარაფერი ხო რაღაცა ის ღაღადი, აი მოსე ასე შეღაღადებს, ანუ უბრალოდ კი არ ილოცებს ღმერთო, არა მთელი გულით რომ ფარაონს მოაცილეს ის, ამიტომ ესე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ეს ის ღმერთია, რომელიც ფარაონისთვის ლოცვასაც ისმის. ამიტომ ვამბობ, რომ ეს უგუნურება, ფარაონის უგუნურება არ უნდა გამეფდეს ჩვენში, იმიტომ რომ ძალიან მძიმეა და ძალიან რთულ მდგომარეობაშია და ძალიან საბრალობელ მდგომარეობაშია მართლა ის ადამიანი, რომელიც აი არ ხედავს იმ წყალობას, დაწყალობას ღმერთმა უყო ჩვენ მამაპაპას. არ ხედავს იმ წყალობას, დაწყალობას ღმერთმა დღეს გვიყო ჩვენ, ხო? ხო და შესაბამისად რა ვიცი ახლა შეიძლება რაღაცა თეოლოგიაზე დადოს თავი, შეიძლება თავისი იმით რა ქვია თავისი რაღაცა ენაწყლიანობით ბევრი მოინადიროს და ბევრი მონუსხოს, ზოგმა ერმა, ზოგმა ბერმა არ აქვს ამას მნიშვნელობა, მაგრამ როდესაც ამ უგუნურებაში ხარ და წყალობას ვერ ხედავ, მაშინ ძალიან მძიმე სულიერ მდგომარეობაში ხარ, უმძიმე სულიერ მდგომარეობაში ხარ. დიდი მადლობა. გაიხარეთ.